თავიდან ბერძნები იყვნენ 4 გვარტომი, საბოლოოდ მაინც 3 ჩამოყალიბდა, ეს არის ეოლიელები, იონიელები და დორიელები. იყვნენ აქეელებიც, რომლებიც აითქვიფნენ მერე, ხო? ამიტომ დორიზმი პლუს ფაშიზმი ეს აბსოლუტურად ლოგიკური იდეოლოგია იყო. ახლა ამის საპირისპიროდ ეგრეთ წოდებული დემოკრატიული და ლიბერალური სამყარო აქებდა და ადიდებდა ათენს. თანამედროვე ლიბერალიზმის პროტოსამშობლოა პერიკლეს ათენი. ლიბერალური დემოკრატიის. თუმცა ასე მარტივადაც არ არის. ათენში იყო მოქალაქის უფლებები, მაგრამ ადამიანის უფლებები არ იყო. ჩვენ შევდივართ პარადოქსულ შეფასებებში ახლა, ხო? პარადოქსულია ეს. ღარიბი, ცუდ საჭმელს ჭამდა, თან ბატონი ხარ, ელადის. აი სპარტელებს ჰქონდათ ასეთი პოზიცია, რომ მე ვცხოვრობ ჩემ ჭკუაზე, ჩემ ცხოვრების წესი მაქვს, შენც იცხოვრე, შენ ცხოვრების წესი როგორიც გინდა. ოღონდ ერთ პირობდი. პელოპონესის კავშირში სპარტის მერე მეორე ქალაქი იყო კორინთო. კორინთოს დაუპირისპირდა ათენი. პოტიდელებს მოთხოვეს, რომ აუგზავნეთ კორინთელებს შემოსვლა ქალაქში და კედლები დაანგრიათ. 332 წელს იძულებული გახდა სპარტა, რომ მოეწვია პელოპონესის მოკავშირეები და დაიწყეს გადაწყვიტონ თუ არა ომი. და დაიწყო. რაღაცა მცირე ნაწილმა გაასრო ქალაქიდან, 180 თებეს მოქალაქე აიყვანეს ტყვეებით. ესა პირველი სისასტიკე, როცა ტყვეების დახოცვა ხდება რა. მოხდა საზღვაო ბრძოლა, გასაგებია საზღვაო ბრძოლაში ათენელებმა მოიგეს. რა მშვიდობა, რა მშვიდობა. ბოლომდეო რა. 292 კაცი წამოიყვანეს ტყვედ. ეს იყო დაინგრა მთელი საბერძნეთი ხმაგავარდა ათენელებმა ბიჭო ხმელეც სპარტელები დანაყეს. მაგრამ ახლა ხდება ასეთი ამბავი, ათენელებს მოეცათ мотиваცია და გადავიდნენ შეტევაზე მთელ ფრონტზე. 422 წელს მოხდა ბრძოლა ამფიპოლისთან. სპარტელებმა გაიმარჯვეს ახლა თქო, მოხდა ერთ საინტერესო. ორივე ბელადი დაიღუპა. ბრასიდეც და კლეონიც. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, განვაგრძობთ ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაზე მოგვითხრობს და მას უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. ჩვენს წინა გადაცემაში დეტალურად აღვწერეთ ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო პერიოდი, რომელსაც ისტორიკოსები კლასიკური საბერძნეთის ხანად მოიხსენიებენ, სხვაგვარად მას პერიკლეს ხანასაც უწოდებენ და მივადექით ძველი საბერძნეთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საბედისწერო ფაზას პელოპონესის ომებს, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა საბერძნეთის მომავალი. სანამ გუბაზე დაიწყებს საუბარს ამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პერიპეტიებზე, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ჩვენს გადაცემებს და გთხოვოთ, ვისაც არ გაქვთ ჯერჯერობით გამოწერილი, გამოიწეროთ, მოიწონოთ, გააზიაროთ ჩვენი გადაცემები, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. მადლობა კიდევ ერთხელ და გუბას ვაძლევ სიტყვას. დიდი მადლობა გიორგი ბატონო, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობის ციკლს წარსულში. ჩვენ გავიარეთ ძალიან საინტერესო ეპოქა, კლასიკური საბერძნეთი, მეორნაირად ამას ისტორიკოსები ვეძახთ პერიკლეს ხანას. თვითონ ეს პერიოდი გარდა ამისა ეძახიან მშვიდობის 50 წლეულს, როცა
პლატეას ომიდან პელოპონესის ომის დაწყებამდე, კერძოდ 479 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით 431 წელს მოიცავს ახლა სრული 50 წელი არ არის, მაგრამ ასე მოიხსენიებიან. ხო, ნახევარსაუკუნოვანი ეს არის წარმოუდგენელი აღმავლობა, მატერიალური, კულტურული, სულიერი, ფილოსოფიური, სააზროვნო, აი გენიოსების წვიმა არის საბერძნეთში, კერძოდ ათენში და ამიტომ ამას კიდევ ეძახიან ოქროს ხანას ბერძნული კულტურის ცივილიზაციის ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ყველა ცივილიზაციაში ჩვევია ხოლმე, როცა პიკზე ადის ისა, პიკი იმითი არ ცნობილი, რომ მწვერვალის მერე იწყება დაამასვლა. დაამასვლა ორნაირი არის, ნელ-ნელა ჩამოსვლა, ან კიდევ მოწყვეტით ჩამოვარდნა და დანარცხება ძირს ახლა. რომ შევადაროთ ერთმანეთს, ახლა რომის იმპერია რამოდენიმე საუკუნე ჩამოდიოდა ქვეით, მაგრამ აი კლასიკური საბერძნეთს რაზედაც ვსაუბრობ ჩვენ, ეს არის მართლაც რომ დანარცხება, დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნა. და ამ გადმოვარდნას და დანარცხებას ქვია პელოპონესის ომები. ახლა ჩვენ წინა გადაცემაში ნაწილობრივ შევეხეთ ამ თემას, იმიტომ რომ იქ პერიკლეს ხანაზე როცა ვლაპარაკობდით, განსაკუთრებით მის მეორე ნაწილში პერიკლეს სიკვდილზე ვისაუბრეთ, რომელიც უშუალოდ ამ ომის დროს მოხდა და ის შეეწირა ეპიდემიას, ჭირს შეეწირა პერიკლე, ხო, ამიტომ რაღაცები გავიარეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რო არ დაიყოს ეს თხრობის სხეული და კორპუსი, ხო, მაინც ჯობია რაღაცები გავიმეოროთ და გავიხსენოთ. ერთად. საბერძნეთი ორად არის გაყოფილი, ორი დიდი პოლიტიკური კავშირი არის, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკურიც შეგვიძლია დავარქვათ ამას. თუმცა მესამე საბერძნეთიც არის, ეს არის ნეიტრალური საბერძნეთი. ამ ნეიტრალურში იგულისხმება ეგრეთ წოდებული დიდი საბერძნეთი, კერძოდ სამხრეთ იტალიის ბერძნული ქალაქები და სიცილიური ბერძნული ქალაქები და თვითონ კონტინენტურ საბერძნეთშიც იყო ნეიტრალური პოლისები და ქალაქ-სახელმწიფოები, მაგრამ მაინც მთავარი ეს ბერძნული ელინური სამყარო ორ ბანაკადაა ჩამოყალიბებული. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ ბიპოლარულ სამყაროს. ხოთაშვილის დღეს ძალიან აქტუალური თემა არის და ხანდახან ჩვენ თვითონაც თვითფასო მეგობრებო, ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება, რომ ხანდახან აი პარალელები გავავლოთ თანამედროვეებასთან. ყველაფერი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ რაღაცები გავს, იმიტომ რომ ისტორიას თავის კანონზომიერებები აქვს. ბიპოლარულია ბერძნული სამყარო, ჰელადა არის ათენის საზღვაო კავშირი, რამოდენიმე სახელით მოიხსენიება, ეს არის ათენის საზღვაო კავშირი, ეს არის ათენის არქე, ეს არის დელოსის კავშირი და ეს არის დელოსის საზღვაო კავშირი. ეს ერთი და იგივე არის, აბსოლუტურად სინონიმები არის, პოლიტიკური სინონიმები არის. ხანდახან ვიტყვით ათენის არქეს ჩვენ. დავარქმევთ ასე. და მე როცა მსვლელობაზე გადავალთ, როცა ვიტყვით ათენელები, თქვათ, ათენელებში იგულისხმება არა მარტო ათენელები, არამედ მთელი მისი სამოკავშირეო იმპერია, ეს არის უმეტესილად იონიური კავშირი და აქ შედის 200 სახელმწიფოზე მეტი, 200 პოლისზე მეტი შედის. ამიტომ კრეფსითაც ჩვენ როცა ვიტყვით ათენელებს, იქ იგულისხმება არა მარტო ათენელები, არამედ მისი მოკავშირეები. ეს არის ათენის არქე. მეორე მხარეს არის პელოპონესის კავშირი, რომლის სათავეში არის სახელოვანი ქალაქი სპარტა. ამიტომაც თხრობის დროს ჩვენ როცა ვისაუბრებთ, ხო, როცა ვახსენებთ სპარტელებს, ეს არ ნიშნავს მარტო ლაკედემონის მკვიდრს, არამედ ეს ნიშნავს სპარტის მოკავშირეებს, ეგრეთ წოდებულ პელოპონესის კავშირის
კავშირში შემავალ ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებს. ამიტომ ათენელები და სპარტელები ჩვენ საუბარში ეს იქნება კრებითი ცნებაც და ტერმინიც რა. ბიპოლარობა რაში გამოიხატება? ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული სახელმწიფო სისტემის მქონე ორი ქალაქი, ხო, ახლა ჩვენ რაღაცებს რო დაუბრუნდეთ, ხო, ახლა ერთი არის ჩაკეტილი სისტემა, ეს არის სპარტა. ანტიუტოპია დავარქვით გიორგი მედაშენ ამას, ანტიუტოპია არის სპარტის სახელმწიფო სისტემა. იმიტომ ის არსად არ ყოფილა მანამდე და არც გამეორებულა არსად. სხვათა შორის თვითონ ბერძნულ სამყაროშიც სპარტის ტიპაჟის სახელმწიფო არ არსებობდა. მის მოკავშირეებშიც კი. ჩაკეტილი სპარტა და გახსნილი ათენი. ბიპოლარობა კიდევ გამოიხატება ეთნიკურობაშიც. ჩვენ გაგახსენებთ, თავიდან ბერძნები იყვნენ 4 გვარტომი, მერე საბოლოოდ მაინც 3 ჩამოყალიბდა, ეს არის ეოლიელები, იონიელები და დორიელები. იყვნენ აქეელებიც, რომლებიც აითქვიფნენ მერე, ხო? ყველაზე ძველი პლასტი ეოლიელებთან ერთად. ორი არის მაინც ჰეგემონია, ეთნიკური ჰეგემონია, ორ ტომს აქვს დორიელებს და იონიელებს და სპარტელები დორიელები არიან და მის მოკავშირეები უმეტესწილად, რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არის. ისევე როგორც ართენის არქეში უმეტესწილად არიან იონიელები. ანუ აქ ტომობრივი ქიშპიც ჩანს ამ ბიპოლარულ სამყაროში. დორიული ქალაქ-სახელმწიფოები უფრო სპარტისკენ იწეოდნენ და მის მოკავშირეები ხდებოდნენ და იონიური ქალაქები როგორც წესი ათენის მხარეზე იყვნენ, თუმცა გამონაკლისები იყო. სადღაც 80-20-ზე, იმიტომ რომ ათენის არქეში იყო დორიული ქალაქები. უბრალოდ პარალელი რო გავალოთ ჩვენ მაყურებლებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ ეტაპიდან შემოგვიერთდნენ და თავიდან ამ ბერძნული სახელმწიფოების, ქალაქ-სახელმწიფოების გაჩენის გენეზისისთვის თვალი არ უდევნებიათ, აი საქართველოს პირობებში შეიძლება რამე შევადოთ ტომობრივი თვალსაზრისით. თავისუფლად. ესენი ყველანი ბერძნები არიან. ყველანი ბერძნები არიან, ერთი კულტურული სივრცეა, ერთი ენობრივი სივრცეა, ერთი რელიგიური სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რელიგია, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ერის ჩამოყალიბებაში, მის ცნობიერის ჩამოყალიბებაში, მაგრამ პოლიტიკურად ეს დაშლილი. ისე რო ავიღოთ ძალიან ბევრ რამეში ძალიან გავართ ერთმანეთს ჩვენ და ძველი ბერძნები ხასუსო. ძველი ქართველები და ძველი ბერძნები ძალიან გავნან ერთმანეთს რა. თუნდაც ის სამება, ტომობრივი სამება, ხო, ახლა ეოლიელები, დორიელები, იონიელები, ჩვენთანაც ხო, 3 გვარტომისგან, ერთი სისხლ და ერთ ხორცს. ერთი წინაპრიდან გამოსული 3 გვარტომი არის, ხო? ქართები, ჭანები და სვანები. ხო, დაახლოებით ასე არის. ხო, ამაში გვაქვს ჩვენ ბევრი საერთო რაღაცები. სხვათა შორის ცხოვრების წესშიც გვაქვს ბევრი რაღაცები. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ პროქსენიაზე, ხო, ძმათნაფიცობის ინსტიტუტზე, ხო. ბევრ ხალხში არ იყო ეს, მაგრამ ბერძნებში იყო. ისე როგორც ჩვენთან ხა ადვილად გასაგები იყო, როცა ჩვენ ავხსენეთ პროქსენია და პროქსენობა რას ნიშნავს, ხო, სტუმართმოყვარეობის კულტი და იქიდან გამომდინარე ძმათნაფიცობა, ხო. ჩვენთვის გასაგები იყო, მე მგონი არავის არ გაუჭირდებოდა ამაზე ამის გააზრება, ხო. ანუ ორი არის ჩაკეტილი დორიული სპარტა და გახსნილი იონიური ათენი. ხო. ახლა მე მინდა თქვა ერთი რამ, რომ გვიანდელ სამყაროში განსაკუთრებით უკვე როცა ოფიციალურად ისტორიოგრაფია როგორც მეცნიერება ყალიბდება, ეს არის 18, მე-17-შიც არის უკვე მცდელობა, რომ ისტორიოგრაფია, კრიტიკული ისტორიოგრაფია ჩამოყალიბდეს, მაგრამ მაინც მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეები ეს უკვე არის ზეობა ისტორიოგრაფია აფასებს, თქვათ, განვლილ ეპოქებს, ხო და ძალიან ხშირად იცვლიდა ისტორიოგრაფია დამოკიდებულებას ამ ორი ქალაქის მიმართ. ხან მოწონდათ, ხან არ მოწონდათ, ხან მოდაში იყო სპარტა და ათენი, ხან არ იყო მოდაში და როგორც წესი ორად იყო ყოველთვის ისტორიოგრაფია გაყოფილი ორ ბანაკად რა. ერთი იყო
აპოლოგია იყო სპარტის და მეორეგან იყო აპოლოგია ათენის რა და სხვათა შორის სპარტის აპოლოგეტები უმეტესწილად მე-19-20 საუკუნის გერმანელები არიან, გერმანელი ისტორიკოსები არიან და ახლა დასამალი არ არის არაფერი ახლა მე სპარტის სახელმწიფო სისტემის აპოლოგიამ გერმანული ისტორიოგრაფია მიიყვანა ისტორიულ ფაშიზმამდე. აი გერმანელი ისტორიკოსებში მე-19 საუკუნეში და მე-20-ის დასაწყისში უკვე ჩნდება ასეთი ცნება დორიზმი, ანუ დორიული უპირატესობა. მე ფაშიზმის საფუძველი ხო რა იყო გიორგი, რა წმინდა სისხლი, წმინდა არიული სისხლი და მე უკვე 20-იან წლებში, მე 20 საუკუნის 20-იან წლებში, 30-იან წლებში განსაკუთრებით გერმანელი ისტორიკოსები აწვევიან ასეთ მიმართულებას, რომ დორიელები არიან სუფთები სისხლით. სპარტა ხო ჩაკეტილი იყო, ხო გახსოვთ, არ შეიძლება აღრევა, სხვა ქალაქიდან ცოლის მოყვანა, გათხოვება ქალის და ასე შემდეგ და საპირისპიროდ ათენში იყო აღრეული ყველაფერი, იონიელები გახსნილი ხო. თან მით უმეტეს ახლა ნორდული რასის თეორია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩრდილოეთში იყო ნამდვილი არიული რასა, ამასაც იყენებდნენ გერმანელი ისტორიკოსები, ახლა ისტორია ყველაზე პოლიტიზირებული მეცნიერება ახლა. კი ვიღაცები ცდილობენ რომ ობიექტურები იყვნენ, მაგრამ როგორც წესი ისტორია არის მაინც სუბიექტური მეცნიერება. რაღაცისთვის იყენებენ ამას, ისტორიას იყენებენ განსაკუთრებით პოლიტიკაში, პოლიტიკოსები ხო და რახან დორიელები ჩრდილოეთიდან იყვნენ მოსულები, ხო გვახსოვს ჩვენ დორიელების შემოსება გავიარეთ. აი ბევრი გერმანელი ისტორიკოსი თვლიდა, რომ აი ეს დორიელები არიან ძველი გერმანელების წინაპრებიც. ახან ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ პალგე ჩრდილოეთ ბარკანეთიდან მოვიდნენ, მაგრამ გერმანელი ისტორიკოსები უფრო შორს მიდიოდნენ და ისინი თვლიდნენ, აი დორიელების, სპარტელების წინაპრები აი გერმანიიდან არიან წასული. ხო? ამიტომ დორიზმი პლუს ფაშიზმი ეს აბსოლუტურად ლოგიკური იდეოლოგია იყო. ახლა ამის საპირისპიროდ ეგრეთ წოდებული დემოკრატიული და ლიბერალური სამყარო აქებდა და ადიდებდა ათენს. ახლა დავიწყოთ გავიხსენოთ ახლა ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში უკვე პირველი გამონათებები რო იყო, ნუ ახლა პერიკლეს ფეტიშიზმამდე მიიყვანეს პერიკლეს ხანა. ხო? საფრანგეთის რევოლუციისთვის ათენი და პერიკლეს ათენი განსაკუთრებით სანიმუშო და სამაგიდო თემა იყო და გზამკვლევიც იყო სხვათა შორის საფრანგეთის რევოლუცია. ამერიკის დამფუძნებელი მამებისთვის მათ ახლა ეს დასამალი არ არის, მათ ძალიან ბევრი ამერიკის როცა ქმნიდნენ ამ ახალ სახელმწიფოს, ამერიკა ხო ხელოვნური სახელმწიფო, ადამიანების მიერ დაარსებული სახელმწიფო ხო, ვიცით როგორ დაარსდა. საფუძვლებში ძალიან ბევრი პერიკლეს სახელმწიფო სისტემა გადაიღეს დამფუძნებელმა მამებმა, ხო. ამიტომ დავარქვათ ასე, რომ თანამედროვე ლიბერალიზმის პროტოსამშობლოა პერიკლეს ათენი, თუმცა ლიბერალური დემოკრატიის, ხო, თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე, არც სპარტა არ შეიძლება ჩაითვალოს რაღაც ფაშიზმის პირველ წყაროდ და არც ათენში არ შეიძლება ჩაითვალოს თქვათ კი დემოკრატიის სამშობლო, მაგრამ როცა არის ადამიანის უფლებებზე, ათენში იყო მოქალაქის უფლებები, მაგრამ ადამიანის უფლებები არ იყო. მარტივი მაგალითია, მონე ვიყავდათ. როგორ შეიძლება ილაპარაკო ათენში ადამიანის უფლებებს. მოქალაქის უფლებები იყო, რა თქმა უნდა. ამიტომ თანამედროვე და გარდასული მეცნიერები, დიდი ისტორიკოსები იყვნენ, გერმანელებიც, ფრანგებიც, ბრიტანელებს ყავდათ, ამერიკელებს ყავდათ ფანტასტიკური ისტორიკოსები, მაინც რაღაცას ხაჩავდნენ სათავისოდ რა და გამოწურვა ხდებოდა, ამიტომ ათენის და სპარტის სახელმწიფო სისტემის შეფასებები ხშირად იცვლებოდა და მოდაში ხან სპარტა იყო, ხან ათენი იყო, ხა. დავიწყოთ სპარტით ახლა, ხო?
საინტერესოა თვითონ ბერძნები როგორ უყურებდნენ, ამას დიდი ბერძნები მაგალითად, ხო? ახლა ერთაობაში რო გამოჩნდებიან, აი პერიკლეს ეპოქის პროდუქტები არიან, ახლა სოკრატე, თქვა, პლატონი, არისტოტელე. მათ ათენური დემოკრატია არ მოწონდათ. არ მოწონდათ, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ მათ უფრო მოწონდათ კლისთენეს დემოკრატია, ვიდრე სოკრატეს დემოკრატია, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ ეს რადიკალური დემოკრატია. პერიკლეს დემოკრატიაზე ჰქონდათ დიდი შენიშვნები. ახლა პლატონი საერთოდ აგრესიულად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ პერიკლემ გარყვნა მოქალაქე, როცა ხილფასები შემოიღო. ხო. ახლა მათ არ მოწონდათ ეს. მათ უფრო მოწონდათ სპარტის სახელმწიფო სისტემა. თქვენ წარმოიდგინეთ და გეტყვით რატო. ახლა ქსენოფონტე უკვე ცოტა მოგვიანებით არის ამათგან, ახლა სოკრატეს მოწაფე იყო, ძალიან ბევრი რამ ქსენოფონტესგან ვიცით ჩვენ. ქსენოფონტეს აქვს ასეთი რამ ნათქვამი რა, რომ სპარტაო ყველას მოწონსო, მაგრამ არავინ არ ბაძავს. ხო, ახლა ხო, რაღაცა პარადოქსული არის, ხო? მაგალითად პარადოქსია, ხო? ცოტა გაუგებარია, კაი გაუგებარია, ახლა ჭამდე შავწნიანს გეცვას გაცრეცილი მოსასხამი და თან იყო ჰელადის ჰეგემონი. ცოტა გაუგებარი ამბავია, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის ცნობიერშიც თუ ქვეცნობიერშიც თავარი არის რა, უსაფრთხოება მისთვის არის სიმდიდრე. მე რომ მეტი მაქვს შემოსავალი და მეტი ოქრო მაქვს და მეტი საჭმელი მაქვს, ანუ უფრო მაგარი ვარ და სპარტელებს პირიქით ხონდათ. ო, ისინი ამაყობდნენ სიღარიბით, ისინი თავის ამ შავი წვნიანით ამაყობდნენ, ისინი ამაყობდნენ თავის გაცრეცილი მოსასხამით. და დასცინოდნენ დიდარ ბერძნებს, დიდარ ქალაქებს, ათენელებს, კორინთოს, სიკიონს, ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ პარადოქს ისტორიკოსებმა მე დაარქვეს სპარტული მირაჟი. ანუ ხედავ, მაგრამ ვერ განიცდი, ვერ კიდებ ხელ, შენთვის გაუგებარია. სპარტული მირაჟი მე-19 საუკუნეში დაარქვეს ამას, რომ რაღაცა მოგწონს, ძალიან ლამაზია, ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ გაუგებარი არის შენთვის. მიუწვდომელია შენთვის და რამე რო იყოს, კი მოგწონს შორიდან, მაგრამ შენ თვითონ იქ ცხოვრება არ გინდა რა, ხა. უფრო შორს წავიდა ჟან-ჟაკ რუსო. თანავედროვე ლიბერალიზმის მამა კი არა ბაბუაა, ხო, ახლა. ის ნახევრად ღმერთებს, ანუ ღმერთკაცებს ეძახოდა სპარტელებს. ჟან-ჟაკ რუსოს მოწონდა? მოწონდა. ხო, ანუ ჩვენ შევდივართ პარადოქსულ შეფასებებში ახლა, ხო? პარადოქსულია ეს ახლა. ღარიბი საჭმელი არ აქვს, უბრალოდ ცუდ საჭმელს ჭამდა, თან ბატონი ხარ ელადის. მაგრამ საყოველთაო თანასწორობის ხო, ახლა სპარტის სახელმწიფო სისტემაზე დღესაც მიდის. დავა რა სისტემა ეს? მონარქია, ოლიგარქია, დემოკრატია, ტირანია არ არის, იმიტომ რომ ახლა ტირანია აქ არის კანონი. და ყველაფერი ერთად, დემოკრატიაც არის, მონარქიაც არის და ოლიგარქიაც არის. მცირედ, ანუ აი როგორ არის, ხო? სამი ფორმაცია იცის ძველმა საბერძნეთმა, ეს არის დემოკრატია, ანუ უმრავლესობის მმართველობა, ოლიგარქია, ანუ უმცირესობის მმართველობა და ტირანია, ანუ ერთის მმართველობა, ხო? ახლა მონარქიასაც მონოს ერთს ნიშნავს, მონარქიაც ერთის მმართველობას ნიშნავს, მაგრამ ამათ ორი მეფე ყავთ. ხო, ამიტომ მე რომ მკითხო ეს ჩემი ის არის სუბიექტური ის არის ახლა ზოგმა დაადგინა რომ დემოკრატიაც არის, ზოგმა დაადგინა რომ ოლიგარქიულია სპარტა, მე გეუბნები თუ არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, სამივე ერთად არის. არც მანამდე და არც მის მერე სპარტის სახელმწიფო მოდელი არ გაიმეორა არავინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მეხოტბეები ყავდა ხო ახლა. არისტოტელე, პლატონი, სოკრატე, ქსენოფონტე, ჟან-ჟაკ რუსო. ახლა ცოტა გაუგებარი ამბავი არის, ხო? რატო მოწონდათ ახლა ძველ ბერძნებს, დიდ მოაზროვნეებს, რატო აი რა ხიბლავდათ სპარტაში?
პოლისურ სისტემას ქონდა ერთი დიდი ავადმყოფობა რა, ამას ქვია სტასის, ანუ ბუნტი. შიდა აშლილობა, შიდა არეულობა ხა. გავიხსენოთ, ყველა ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოში არის ორი პოლიტიკური დაჯგუფება. არისტოკრატია, მერე ოლიგარქიაში გადავიდა, იმიტომ რომ დიდარი ხალხი შეემატა ამ არისტოკრატიას, ძველი გვარები პლუს ფულიანი ხალხი. ოლიგარქია, ანუ არისტოკრატია უკვე აღარ არის კლასიკური სახით, ოლიგარქია, დემოკრატია, დემოსი ხალხი. ანუ ეს ორი ძალა ყველა ბერძნულ პოლისში არის დაპირისპირებული ერთმანეთთან. სადღაც წარმატებით ახერხებენ მშვიდობის დამყარებას, სადღაც ვერ ახერხებენ და ერთმანეთს ცვლიან, ხან ერთი მართავს, ხან მეორე მართავს და ასე შემდეგ. აქვს რადიკალური ფრთებიც აქვს ამას ყველაფერს. ამიტომ ეს სტასისი არის ხიფათი, სულ შეტაკება. თავიდან არ იყო ასე, მაგრამ მე უკვე ძალიან რადიკალური ხდება ეს ორი ბანაკი. აი სპარტაში ეს არ არის. ანუ სპარტა რატომ მოწონს არისტოტელეს, პლატონს და სხვაებს? სპარტა არის უსაფრთხო სახელმწიფო. როგორც საგარეო, იმიტომ ძალიან ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, ისევ საშინაო. იმიტომ სპარტაში ესეთი დაპირისპირებები არ ყოფილა არა. გამორიცხული, ეს იყო რაღაცა კლდე სტაბილურობის. არავითარი აპელაზე გახსოვთ როგორ გაქონდათ, არავითარი ესა განხილვა. ჯერ კიდე ლიკურგე დასცინოდა ათენელებს, რომ ერთხელ კითხეს, რომ დემოკრატია ლიკურგესთვის არ უკითხიათ, სპარტელს კითხეს, მოგვიანებით დემოკრატია რატო არა გაქვთო სპარტაშიო და ათენელმა კითხა, სპარტელმა უთხრა, წადი და ჯერ შენ ოჯახში დაამყარეო დემოკრატიაო და მერე ქალაქში. ანუ ოჯახში დემოკრატია ესა კატასტროფა, ყველას თავის ჯგუაზე რო არის და ყველა თავის იმაზეა, ხო? ოჯახი არ წესრიგი. ლიკურგეს ქონდა ეს ჯერ კიდევ, რომ ლაყბობა არ შეიძლება. ლაყბობა ცუდი თემაა. ამიტომ გამზადებული კანონები გადიოდა, ან აძლევდნენ ხმას, ან არ აძლევდნენ ხმას. იქ განხილვები არ უნდა ყოფილიყო. ხო, არა. ამიტომ ეს იყო სტაბილური უსაფრთხო სახელმწიფო. საგარეოში, იმიტომ რომ ყველა ძლიერები იყვნენ და საშინაოში, იმიტომ რომ არეულობა არ ქონდა. თუმცა ახლა პრობლემა ქონდათ ჰილოტების აჯანყების. მარადიული შიში მონების, სახელმწიფო მონების აჯანყების, მესენელი ჰილოტების აჯანყების, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მილიტარისტული სახელმწიფო, ეს იყო სახელმწიფო სამხედრო ბანაკი, სპარტა. აი პარადოქსული, სპარტის მირაჟის ერთ-ერთი შემადგენელი რა, მის პარადოქსულობა რა შევთქვა, არ იყო აგრესიული. ძალიან ბევრი უნდა მომხდარიყო, რომ სპარტას აი ჩვენ ჯერ კიდევ ნახეთ, ჯერ სპარსელებთან სულ იგვიანებენ, სულ გვიანმოდიან, სულ ეხვეწებიან, სულ მოკავშირეები აშანტაჟებენ, გამოდით, არ უყვარდათ გარეთ ომი სპარტელებს და მერე კიდევ ექსპანსირება არ იცოდნენ. ტერიტორიებს არის ფართო ერთადერთი უძველეს დროში არქაულ პერიოდში, როცა მესენელებს დაამარცხეს და მესენია შემოიღეს. მერე აღარ გაფართოებულა სპარტა. ერთი ნაბიჯი მიწა აღარ წაურთმევი არავისთვის. არ ზღვისპირეთებში. არსად. სახელმწიფოებს და კოლონიებს არ მერე განსხვავებით ათენეს. არასდროს არ ახვევდნენ თავიანთ სახელმწიფო წყობას თავის მოკავშირეებს, აი როგორც მე ვცხოვრობ, შენი ცხოვრე ისე, არა. თავის მოკავშირეებთან, აი პელოპონესის კავშირი მე შევადარებთ ერთმანეთს, ხო, აი პელოპონესის კავშირში შიდა საქმეებში არ ერეოდნენ თავის მოკავშირეებს. რაც გინდა თქვენ. აი სპარტელებს ჰქონდათ ასეთი პოზიცია, რომ მე ვცხოვრობ ჩემ ჯგუაზე, ჩემ ცხოვრების წესი მაქვს. შენც იცხოვრე, შენ ცხოვრების როგორიც გინდა. ოღონდ ერთ პირობებით. ისე მოაწყობ შენ ცხოვრების წესს, რომ ჩემსაც დაემუქროს, თუ დაემუქრება, ბოდიში და დედას გიტირებ მაშინ. არ დაგინდო. მე არ შემეხო, შენ გინდა ყირაზე გაიარე, გინდა გამდიდრდი, გინდა სტასისში ჩავარდი, რაც გინდა შიდა ამბებში არ ერეოდა სხვა ქალაქში. მე ვყვები ამას ჯერ
პელოპონესის ომამდე, თორემ მე რადიკალურად შეიცვლება გიორგი ეს ყველაფერი. როგორ ხდება ეს ორი ქალაქი, ხო? ამიტომ როგორ ხონდათ შიდა ავტონომიები ყველას, რაც გინდათ ისქენით რა, უფრო მეცაც გეტყვით. აი პელოპონესის კავშირში ორ ქალაქი შორის ხო შეიძლება მომხდარიყო დაპირისპირება. სპარტა არ ერეოდა. და ხშირად იყო პელოპონესის კავშირში შემავალი ორი ქალაქ სახელმწიფო შეიძლება ერთმანეთთან ეომათ. და სპარტა არ ითხოვდა რომ აი მე მოგარიგებთ. თუ ჩავიდოდა ორივე და ეტყოდა რომ მოგვარიგებთ, მაშინ ერეოდნენ. ანუ აი პარადოქსი, ანუ სპარტული მირაჟი. სამხედრო ბანაკი, მაგრამ საგარეო აგრესია არ აქვს. არავის არ იპყრობს. არავის შემოერთება არ უნდა, არავის დამონება არ უნდა. მას ყავს თავის სახელმწიფო მონები და საკმარისი მისთვის. მერე კავშირში შემავალ პელოპონესის კავშირში შემავალ ერთეულებს უფლება აქვთ გავიდნენ გიორგი. კოალიციიდან? პელოპონესის კავშირში ვინ შედიოდა, ყველას ჰქონდა ისე გიტეხია, წადი, არ გინდა, ნუ გინდა. არ ერევა არაფერი, რატო არ რჩები ჩემთან? ჩემთან უნდა დარჩე. ეგეთი რამე არა. ანუ ვიმეორებ, ნუ დავასრულოთ ახლა სპარტაზე, მაინც მე დრო და დრო რაღაცებს დავამატებთ ალბათ, ხო? სპარტა არის პარადოქსი. პარადოქსი. ვარქვათ ამას სპარტული მირაჟი. დღესაც შესწავლის საგანია. სწავლობენ ისტორიკოსები, სამხედრო სპეციალისტები, ფილოსოფოსები, პოლიტოლოგები. ეს არის ამოუწურავი თემატიკა, ჩვენ ახლა ერთი ლექცია კი არა, შეიძლება 10 ლექცია არ გვაყოს მარტო ამაზე რა არის ეს პარადოქსი. გადავიდეთ ათენზე. ათენმა გაიარა კლასიკური გაგებ ძველ საბერძნეთის საფუძველთა, აი რაც ვიცი ჩვენ ეს არის ათენია, რა თქმა უნდა. სპარტაზე ცოტა გვაქვს ინფორმაცია, რახან ჩაკეტილი საზოგადოება იყო, რახან თვითონ გარეთ არ გამოდიოდნენ, არც ხვებს არ უშვებდნენ შიგნთან, თუმცა ცოტა ვიცით. მაგრამ ათენზე, აი საბერძნეთს რაც ვიცით, 90% ვიცით ათენელებს. ხო? მათ შესახებ, მათ გაიარეს ყველა ძველი ბერძნული სტადია სახელმწიფო სისტემის მონარქია, ტირანია, ოლიგარქია, დემოკრატია. მონარქიის ეპოქა, ვიცით, მეფეების სახელები ვიცით ძველი, მაგრამ ეს არის არქაული ეპოქის პერიოდში უკვე ეს არის. მე არის ტირანიები ქონდათ ათენში როგორც ყველგან. ძველი ეპოქი და ტირანია არის ერთი კაცის მმართველობა. მე ოლიგარქია, ანუ არისტოკრატია. არისტოკრატიის ბატონობა, ანუ ოლიგარქიის ბატონობა დაასრულა სოლონმა. ნუ ნაწილობრივ დაასრულა, სოლონმა დავარქვათ ასე, ნაწილობრივი დემოკრატია შემოიღო. მერე სოლონის შემდეგ დიდი რეფორმატორი არის კლისთენეს რეფორმები გავიარჩინა. კლისთენე უკვე შემოიღო ზომიერი დემოკრატია. კლისთენეს შემდეგ მერე შემოდის ეგრეთ წოდებული რადიკალური დემოკრატია. ეს არის პერიკლე. და მერე მოდის ოხლოკრატია, ანუ ბრბოს მმართველობა, პერიკლეს სიკვდილის მერე. აი როცა კლეონი დარჩა, ჩვენ გავიარეთ ახსენეთ და კლეონზე გვექნება ყავის მწარმოებელს. ანუ რა არის? პირველი არის ერთი კაცის მმართველობა, მეორე არის მცირეთა მმართველობა, მესამე არის უმრავლესობის მმართველობა, ანუ ხალხის მმართველობა, მაგრამ ოხლოკრატია რა არის, რომ ხალხი აყენებს თავს კანონზე მაღლა. ბრბო კანონს აღარ აღიარებს და კანონზე მაღლა აყენებს თავის თავს და მისი ინტერესებით მოქმედებენ ეგრეთ წოდებული დემაგოგები, ხო? ანუ ათენმა განსხვავებით სპარტისგან, აი ყველაფერი გაიარა რა. ყველაფერი გამოცემა. აბსოლუტურად ყველა სტადია გაიარა. რასაც მე სხვა ერები და სხვა სახელმწიფოები გაივლიან სხვა დღემდე პროცესშია მთელი მსოფლიო. ხო? აი ეს რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, აი რო ავიღოთ მთელი მსოფლიო ჩვენ ყველა, არა მარტო ევროპული ცივილიზაცია, არამედ აზიურიც, აფრიკულიც ისინი. აი ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი დემოკრატიულია, ზოგი ოლიგარქია. ანუ ეს ათენური სახელმწიფო სისტემები არის. ათენური სისტემებია ეს რა.
ყველა სახელმწიფო შეგიძლია მიასადაგო ამას. ან სოლონამდე ეპოქას, ან სოლონის ეპოქას, ან კლისთენეს ეპოქას, ან პერიკლეს ეპოქას, ან კლეონის ეპოქას. კლეონის ეპოქა ნამედან გამოდი, კლეონის დემაგოგების ეპოქას, ხო? საბოლოო ჯამში რო შევადაროთ ახლა ჩვენ რა, დავიწყოთ ასე და მერე გადავიდეთ უკვე. შედარება სპარტა და ათენი მაგალითად, ხო? მოკავშირეთა აზრი. მოკავშირეების აზრი. სპარტა ითვალისწინებს, ათენი არ ითვალისწინებს. შიდა საქმეებში ჩარევა მოკავშირეების. სპარტა არ ერევა, ათენი ერევა კი არა, რა ვიცი. შეიძლება ამოწყვიტოს ქალაქი მოკავშირეების თუ არ მოეწონა. ხო? შუამავლობა მოკავშირეებს შორის. სპარტა არ ერევა, ათენი ერევა. ყოველთვის. გასვლის უფლება კავშირიდან. სპარტასთვის გადი, კი ბატონო. რაც გინდა ეს. ათენის არქედან გასვლა, ჯარი მოდის, ფლოტი მოდის. თუ მარტო კედლები დაგინგრიეს და მარტო მძევლები წაიყვანეს, დიდი ჰუმანიზმი. ხო. ათენი ძალიან აგრესიულია. ხო, ძალიან აგრესიული. იმპერია, დემოკრატიული იმპერია. ცხოვრების წესი. სპარტელები მე ჩემთვის ცხოვრობ. არ გახვევ თავს. არავის საქმეში არ ვერე. ათენში არქეში დემოკრატია მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა იყო რამოდენიმე გამონაკლისი, სადაც დატოვეს, არა, ოლიგარქია და ტირანია გამორიცხული. ამორიცხე ტირანი. და ხო, ცხოვრების წესი, მე ჩემთვის ცხოვრობ, შენ ნუ შემიშლი ხარ. ათენი ახვევს თავს. ხო, არ გაგონებთ თანადროვე სახელმწიფოებს, თავზე მოხვეული ცხოვრების წესით და სახელმწიფო სისტემებით. ბევრს აქვს ეს, ბევრი ახვევს თავს. დღეს ახლა დიდი სახელმწიფოებიდან, არ ვიცი ახლა მე, რომელიც ექსპორტირებას არ აკეთებდეს თავის ცხოვრების წესს. სპარტა დღეს არც ერთი არ არის. არც ერთი პოლუსი ახლა. დღევანდელი სამყარო ბიპოლარულათაც ყალიბდება, ჩინეთი, ამერიკა, მაგრამ შეიძლება მრავალპოლუსური გახდეს, ხო? მაგრამ რამოდენიმე ისა ცენტრი პოლიტიკურიცა, გეოპოლიტიკური ცენტრი გახდეს, მაგრამ ყველა რა ვიღაცას რაღაცას ახვევს თავს. დღეს მსოფლიოს სპარტა არ არის. არც ერთი. რომელიც თავისთვის არის და მე არ შემეხოთ, მაგრამ თუ შემეხებით, ინანებთ. ესეც სახელმწიფო დღეს არ არის. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულ ათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ხო, მივედით ახლა შევადარეთ ეს ისა და გადავიდეთ ომზე უკვე. 431 წლისთვის უკვე კაზუს ბელი არსებობს. 3 მიზეზი არსებობს. უბრალოდ მიზეზი არის ახლა ხო წყაროებია მთავარი ჩვენ საიდან ვიცით, ბევრ რამე ვიცით ამ პელოპონესის ომის შესახებ, იმიტომ რომ თითქმის რა ვიცი, ყოველდღიური ამბები ვიცით. ყავს მთავარი საყრდენი ეს არის დიდი ისტორიკოსი თუკიდიდა, რომელიც იქ ცხოვრობდა და სხვათაშორის ათენში ერთხელ სტრატეგოსიც კი გახდა და მონაწილეობდა ამ ომში. მე მოვყვები. და მას აქვს კრიტიკული აზროვნება, ის არ ფანტაზიორობს რა, არ იგონებს რაღაცებს. ამიტომ ძალიან საინტერესო არ ვიცი ახლა ვისაც არ დაეზარება, შეგიძლიათ ახალგაზრდებსაც განსაკუთრებით გონების ვარჯიშისთვისაც კარგია, კრიტიკული აზროვნებისთვისაც კარგია,
პოლიტოლოგია ვისაც აინტერესებს, საერთაშორისო ურთიერთობები ვისაც უნივერსალური არ თუ კიდით. უნივერსალური. მე ახლა ჩემთვის სამაგიდო წიგნია რამოდენიმე. სამაგიდო რას ნიშნავს? მუდამ რომ მიდევს. წლები 10 წლეულებია. აი როგორც პური გჭირდება ყოველდღიურად, აი ყოველ ასეთი არის მაგალითად ჰეროდოტე ჩემთვის ასეთი არის ტოიმბი, ასეთი არის თუკიდიდე და რა თქმა უნდა ბიბლია. სახარება ყოველთვის ჩემთვის არის მუდმივი საკითხი. აი მართლა მაგიდაზე მიდევს ეს წიგნების სულ. ხო? და კიდევ რამოდენიმე ალბათ რა. ხო და სამი საბაბი იყო. ხო, თუკიდიდე ამბობს რომ მიზეზი არის სპარტის შიში ათენის გაძლიერებასთან დაკავშირებით, შიში, შური, მაგრამ ასევე ამატებს, რომ ეს უფრო სპარტის შიში კი არ იყო, სპარტის მოკავშირეების შიში იყო, განსაკუთრებით კორინთოსი და მეგარასი. ორივე სავაჭრო ქალაქები იყო. ახლა პელოპონესის კავშირი ეს აგრარული ქალაქ-სახელმწიფოები. ზღვაზე გადიან და ფლოტი ყავთ მარტო სამ ქალაქს. ეს არის კორინთო, სავაჭრო დიდი ქალაქი, ათენის მეტოქე, მეგარა და სიკიონი. ამათ ყავთ გემები, დანარჩენებს ნაკლებად. შიში, შური, უფრო შიში. მიზეზი ეს არის, მაგრამ საბაბი რა არის? პირველი იყო ეს არის კერკირას კაზუსი გავიარეთ ჩვენ მოკლედ ვიტყვი კერკირაში კერკირა იყო კორინთოს კოლონია, მერე გაძლიერდა თვითონ კუნძული კერკირა, დღევანდელი კორფუ არის და მას თავის მეტროპოლიასთან ერთად, კორინთოსთან ერთად ჰქონდა აშენებული კოლონია ეპიდამნოსი. ეპიდამნოსში დემოკრატებმა დაამხეს არისტოკრატის ოლიგარქები გაიქცნენ კერკირაში, კერკირელებს თხოვეს დახმარება, კერკირელებმა უარი უთხრეს, მერე ეს ოლიგარქები წავიდნენ ძველ მეტროპოლიაში კორინთოში, იმას თხოვეს დახმარება და აიწყო ომი რა. კერკირას და კორინთოს შორის. საერთო კოლონია ჰქონდათ და კორინთო მაინც უფრო ძლიერი იყო და კერკირელებმა თხოვეს დახმარება ათენელებს და ათენელები ჩაერიენ იქ რა. ჩაერიენ იქ. ეს ერთი თემა იყო უკვე. კორინთო იყო სპარტის, ანუ ხო. ნუ ახლა კორინთოს პელოპონესის კავშირში სპარტის მერე მეორე ქალაქი იყო კორინთო. კორინთოს დაუპირისპირდა ათენი. თუმცა მაქსიმალურად შეეცადა პერიკლე, რომ ეს არ ყოფილიყო აგრესიული, მან თავდაცვითი კავშირი დადო კერკირასთან, მაგრამ მაინც ჩაერია ათენური ფლოტი იქ ჩაერია ომში და ნუ კორინთოს ვერ აბამენ რა. თხოვ სპარტას რომ აი მოთხოვოთ პასუხი ათენს. მეორე ეს არის ქალაქი პოტიდია. თრაკიის სანაპიროზე, ჩრდილოეთ ეგეოს ეს არის არქეს წევრი, ანუ ათენის არქეს წევრი, ანუ კავშირის წევრია, იმ 200 სახელმწიფოთაგან ერთ-ერთი არის. მაგრამ აი ის მცირე გამონაკლისი, ეს არის დორიული ქალაქი. და მისი მეტროპოლია, ანუ ეს პოტიდია თავის დროზე დააარსეს ასევე ამ კორინთელებმა და საერთოდ მეტროპოლიას და კოლონიას შორის იყო მიმოსვლა, ჩადიო რელიგიური ურთიერთობები ჰქონდათ, ეკონომიკურიც ჰქონდათ, რა თქმა უნდა და კორინთოდან ჩადიოდნენ სახელმწიფო მოხელეები პოტიდიაში და ათენელებს ეს არ მოწონდათ, რომ მის კავშირის წევრ ქალაქში ასე დაგულაოდნენ ეს კორინთელები და პოტიდელებს მოთხოვეს, რომ აუგზავნეთ კორინთელებს შემოსვლა ქალაქში და კედლები დაანგრიათ და ამან გამოიწვია ომი. პოტიდია მოაქციეს ალყაში 432 წელს მოხდა ესა. მერე 3 წელი გაგრძელდა. ხო, 3 წელი. პოტიდეის ალყა და დიდი რესურსები დაჭირდა ათენს, რომ პოტიდია გაეტეხა რა. იქ კორინთელი ისინი მოხალისეები წავიდნენ და სპარტა მაინც არ ჩაერია. კორინთელების დაჟინებული თხოვნების მიუხედავად არ ჩაერია, მაგრამ მერე მოხდა ეს მეგარის დადგენილება ცნობილი, ხო?
როცა მეგარელებს აუკრძალეს ათენელებმა ქალაქ მეგარის მკვიდრებს აუკრძალეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა ათენის არქეს ბაზრებს. ბაზარი დაუკვეთეს. მიზეზი არის ასეთი ათენელებს რა მიზეზი ჰქონდათ ორი რომ მეგარას და ათენს ჰქონდათ სადავო ტერიტორია. სადაც იყო ქალღმერთების ათენ უკაცრავად დემეტრას და პერსეფონას ტაძარი და ყველა ტაძარს თავისი მიწა ჰქონდა, ოლქი ჰქონდა, რომელიც მას ეკუთვნოდა. ეს როგორც წესი ითვლებოდა წმინდა მიწად და იმის არც დამუშავება შეიძლება, გიორგი არც დასახლება შეიძლება, არაფერი და როგორ ჩანს ამ მეგარელებმა დაიწყეს ამის დამუშავება. ყოველ შემთხვევაში ამას აბრალებენ ათენელები. და მეორე რაც დააბრალეს მეგარელებს ეს არის ისა რა ქვია მონებს იღებულობთო ათენიდან გაქცეულ მონებს. მონების შევრდომება, ანუ მიღება და ამიტომ ჩაუკეტეს ბაზარი და ახლა მეგარისთვის ეს იყო დაქცევა. ამიტომ მივიღეთ მდგომარეობა, რომ პელოპონესის კავშირში ორი ქალაქი არის ადუღებული ათენზე. ეს არის კორინთო და ეს არის მეგარა. ათენელებმა გამოსცეს ისა დადგენილება, რა ქვია, ხო რა. ამ დადგენილებებს ჰქონდა დროებითი ხასიათი, ერთჯერადი იყო და გააკრეს იმაზე, რა ქვია, სახალხო კრებაზე ხეზე იყო დაწერილი ეს მეგარის ბლოკადის პირობები და სპარტელებმა ხო მანამდე უკვე სამი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო სპარტელები იძულებულები გახდნენ 332 წელს უკვე იძულებული გახდა სპარტა რომ მოეწვია თავის მოკავშირეები პელოპონესელი მოკავშირეები და დაიწყეს გადაწყვიტონ თუ არა ომი რაქნან ამ ათენთან დაკავშირებით ახლა უკავშირეების უმრავლესობა ეუბნებოდა რომ დაიწყოთ ომი მაგრამ სპარტელები მაინც არიდებდნენ თავს ახლა მაშინ მეფე არის არქიდამე ერთ-ერთი მეფე არქიდამე მეორე რომელსაც არ უნდოდა ომის დაწყება მაგრამ იქ ეფორებმა ძალიან რადიკალური პოზიცია დაიკავეს მერე შენობა დაატოვებიეს მოკავშირეებს და თვითონ ითათბირეს სპარტელებმა ხო და ნუ საბოლოო ჯამში ალაწყდა ომის დაწყება მერე მოკავშირეებს დაუძახეს მოკავშირეებმა კენჭი უყარეს უმრავლესობა ომის დაწყებას მიცახმა მერე გაიტანეს აპელაზე ეს საკითხი და დაიწყო ომი. მაგრამ ომის დაწყებამდე კიდე ჰქონდათ სპარტელებს მცდელობა რომ იქნებ ჭკუაზე მოვიყვანოთ ათენელები და სამჯერ გაუშვეს ელჩები. პირველ ელჩობა მოითხოვა ალკმენოიდების გადაყენება, ანუ პერიკლეს გადაყენება. გახსოვთ თქვენ ალკმენოიდებს ჰქონდათ ეგრეთ წოდებული კილონის წყევლა. როცა ალკმენოიდების წინაპრებმა მოკლეს ტაძრიდან გამოტყუებული მეამბოხეები, ხო? მეორე ეს იყო არქეს დაშლა, ანუ ათენის კავშირი უნდა დაშლილიყო და მესამე ეს იყო უფროსწორად მეორე იყო ეს რა ქვია მეგარის დადგენილების გაუქმება და მესამე იყო მე არქე დაშალეს, ულტიმატუმი იყო მესამე უკვე. კაპიტულაცია მოთხოვეს, მაშინ პერიკლე გამოვიდა ძალიან მაგარი სიტყვით ათენელებს მიმართა, რომ ახლა ამ ცირეს თუ დაუთმოთ, მე აღარ მოგვეშვებიან. ხო და ეს მეგარას ფსეტიზმა ქვია ამას საერთოდ ამ დადგენილებას არ გაუქმეს, აფერი არ ქნეს და დაიწყო ომი და 431 წელს ომი დაიწყო, ომი გახსნეს თებელებმა, დაესხნენ პლატეას. პლატეა არის ათენის მოკავშირე ქალაქი, ხო და მოხდა ასეთი ამბავი, ცოტა უცნაურად და არეულად დაიწყეს თებელებმა ომი, ღამე 300 თებელი შეიპარა პლატეაში. პლატეელები არ მოელოდნენ ამას და ამ 300 მეომარს უკან მოყვება უკვე დიდი ჯარი თებელების, ბეოტიელების. პლატეა ყოველთვის ეურჩა, თვითონ ბეოტიური ქალაქი იყო, მაგრამ თებელს ეურჩებოდა და
იყო ათენის მხარეზე, ჯერ კიდე გახსოვთ, ხო? მარათონშიც, მე სალამინშიც, მე პლატეას ბრძოლაშიც და ასე. ეს არის ძმათნაფიცი ქალაქი. ელევსინის საღვთო დღესასწაულებს მარტო პლატელებს უშვებდნენ ათენელები, ხო? პლატელებმა დილით რო გაიღვიძეს შვა მოედანზე, ბაზრის მოედანზე, ნახე 300 ეს თებელი დგას. ამ თებელებს რატომღაც ეგონათ, რომ პლატეაში მომხრევი ეყოლებოდათ. და დილით გამთენისას ისინი ელოდებიან, რომ დიდი ჯარი მოვა. მათ უკან მოყვება მთავარი ჯარი თებელების. მაგრამ გიორგი რაღაცა კოკისპირული წვიმა დაიწყო. ქარიშხალი, უბედურება და დინარე ასოპი, რომელიც ყოფდა ამას, ადიდ და ვეღარ გადმოვიდა ის დიდი ჯარი. დააგვიანდა. ესენ შეჩერჩენ цаრი. ნუ ახლა დიდი ქალაქი არ იყო, მაგრამ ქალაქში 300 კაცი დგა. პლატელებმა ნელ-ნელა ჭკუაზე მოსვლა დაიწყეს, რომ ეს რა თებელები რა უნდათ. დაიწყეს მოგროვება და დაიწყო ბრძოლა. და დაერიენ ამ თებელებს, რა. ბევრი დახოცეს. რაღაცა მცირე ნაწილმა გაასრო ქალაქიდან, მაგრამ 180 თებელი თებეს მოქალაქე აიყვანეს ტყვედ. პლატელებმა. ისინი არ ჩანან ჯერ დიდი ჯარი და მე პლატელებმა თქვეს, რომ მოდი ათენში გავაგზავნოთ რა. გავაგებიოთ, რომ ასე დაგვესხნენ და მოგვეხმარონ ათენიდან. იმიტომ რომ ისინი მოვლენ. ასე ცოტა ყوار მოვიდოდნენ. სამდე ეს ჩავიდა ეს ელჩი ჩავიდა ათენში, მაგრამ ათენელებმა აიწყეს მომზადება და ჯარის გამოგზავნა დასახმარებლად და სამდე ისინი პლატელები დგანან ფიქრობენ, ახლა ათენელები რო ჩამოვლენო აქო, ამათო გაგვაშვებიებენო ჩვენო ამ ტყვეებს. ამასობაში ის თებეს ჯარი მოვიდა. და თებელებმა მოთხოვეს, რომ ჩვენო წავალთო, ოღონდ გაგვატანეთო ეს 180 კაცი. არ შემოვალთო ქალაქში, იმიტომ რომ ახლა ისინი ელოდებიან, რომ ათენელები მოვლენ უკვე. აი, საათების თემა არის რა. პატარა სივრცეში ხდება. აქ პლატელები როგორ ჩანს მოიქცნენ ძალიან ცუდად. თებელებს უთხრეს, რომ ასობზეო გადადითო უგანო. დაბრუნდითო. და მძევლებსო დაგიბრუნებთო. ისინი დაიხიეს იმათ მოგონა, ამათ მებრძოლები ამოწყვიტეს. თან თქვეს, რომ ათენელების მოსვლამდედაც ვქნათ ეს ამოწყვიტოთ, იმიტომ ათენელები რომ მოვლენ, ჩვენ ამ ტყვეებს წაგვართმევენ და თებელებს გადასცემენ. ასე იყო მაშინ, ჯერ ომის მორალი არ იყო გამოცდილი, ტყვეებს არ ხოცავენ, ამათმა დახოცეს 180 თებელი. ესა პირველი სისასტიკე, როცა ტყვეების დახოცვა ხდება რა. სამხედრო ტყვეების, ხო? მეორე ის მოხდა, რომ ნუ ახლა პლატეა, ნუ ომის თემა სპარტელებსაც კი არ დაუწყიათ ომი. და არც ათენელებს, ორ მთავარ ქალაქს ხო ან ერთს უნდა დაეწყვანა. მესამე ქალაქმა გახსნა ომის თემა, ესა თებე. მაგრამ იმავე გაზაფხულზე უკვე დაიწყეს ახლა გეგმები როგორი ქონდათ, ათენელებს პერიკლეს გეგმა იყო ასეთი, რახან გრძელი კედლები გვაქვს, ჩვენ უკვე კუნძული ვართ, როცა შემოვლენ სპარტელები ჩვენ დავიმალოთ კედლებში, ბრძოლის ველზე ვერ მოვერევით, ისინი დიდხანს ვერ გაძლევენ, სამაგიეროდ ზღვით დავარბიოთ მათი სანაპიროები და პერიკლეს გეგმა ეს იყო, პრინციპში იყო უნივერსალური გეგმა, არც აფერი აკლდა ამას, ამის განხორციელებას რომ არა ისჭირენ რაც მოხდა. პირველი ლაშქრობა არქიდამე მოაწყო 431 წელს, 3 კვირა გაჩერდნენ, მე დაბრუნდნენ ისე პელოპონესში, დაარბიეს ყველაფერი, მოსპეს ნარგავების, მაგრამ ბრძოლის ველზე ვერ გაიხმეს ათენელები. ათენელებმა სამაგიეროდ მოაწყეს საზღვაო დესანტირება მოაწყეს და პელოპონესის სანაპიროების დარბევა დაიწყეს. დიდი ფლოტი ყავთ, ახლა ფლოტში ათენელები 2 ნახევარჯერ უფრო ძლიერები იყვნენ. ხმელეთზე სპარტელები 2-ჯერ უფრო ძლიერები იყვნენ ათენელებზე, ან პირიქით იყო რა. მაგრამ ნუ 430 წელს მოხდა ყველაზე გაუთვალისწინებელი, რომელიც ვერ გაითვალისწინა ვერცერთმა პოლიტიკოსმა.
ახან ამ ათენში ეს ბევრი ხალხი ყოველწლიურად სპარტელები მოდიოდნენ, მაქსიმუმ 40 დღე ჩერდებოდნენ, მერე ბრუნდებოდნენ იქეთ, ხო? ეს ხალხი რო იკრიბებოდა ამ გრძელ კედლებში და ათენში ბევრი იყო, თითქმის 9 მილიონი კაცი ამ თავდასხმის დროს თავსაფარებდა ათენზე. ახლა ბევრი ადამიანი ნიშნავს ხიფათს, ეპიდემიის, პანდემიის და ჭირი დაიწყო და გააწყვიტა რა ათენი. 5 წელი გაგრძელდა ეს ჭირი 430-დან 425-მდე ძველი წელთაღრიცხვით, თუმცა შუალედში წელიწად ნახევარ თითქოს და მინაულდა, მაგრამ მერე ბოლოში ისე თავიჩინა და 425 წელს როგორც უეცრად მოვიდა, ისე უეცრად გაქრა. საერთოდ ხო, უცებ იცის. ეპიდემიის პერიოდში სპარტელების ჯარი მოდიოდა. არა, აი კარგი შეკითხვა. 430-ში როცა ამ ეპიდემიის ამბავი გავარდა, 429 წელს, მომდევნო წელს სპარტელები აღარ შემოსულა ნატიკაში, შეშინდათ ამას. სხვათა შორის არის დადგენილია საიდან მოვიდა ეს ეპიდემია, არის ცნობები რომ ეთიოპიაში დაიწყო. მერე გადმოვიდა ეგვიპტეში, მერე ეგვიპტიდან მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში, სიცილიაშიც გადავიდა, იქეთ დიდ საბერძნეთში. და ათენში შემოიტანეს გემებით. მეზღვაურებმა, როგორც ხდება ხოლმე. ხო. მაგრამ და ამას ემსხვერპლა პერიკლეს გარდაცვალება, ხო ვიცით და ახლა პერიკლე კი იყო რადიკალური დემოკრატიის მომხრე, მაგრამ ის აკონტროლებდა მაინც ორივე ფრთას, აქეთ დემაგოგებს და იქეთ თქვათ არისტოკრატებს, ანუ ოლიგარქებს, მაგრამ პერიკლე რომ მოკვდა მთავარი პოლიტიკოსი აღმოჩნდა ეს დემაგოგი კლეონი, ულტრამემარცხენე. იმის იქეთ რო არ არსებობდა. და ათენში უკვე დემოს კი აღარ მართავს, ათენში მართავს უკვე ოხლოსი, ანუ ბრბოშჭკუაზე დადეს უკვე ათენის სახელმწიფო და პრობლემაც ამაშია, რომ პერიკლეს დანატოვარი სამხედრო გეგმა არაფერი არ შეასრულეს. გიორგი, მერე, მისმა მემკვიდრეებმა. ათენში მთავარი ფიგურა არის კლეონი, დემაგოგების ლიდერი. მაგრამ ახლა არის მეორე პარტიაც, მართალი არ არის მმართველობაში, მაგრამ ეს ტრადიცია საკუთარ თავსაც დემაგოგებს უწოდებენ. დემაგოგი ხალხის ბელადს ნიშნავს, აფერი საძრახისი არ იყო ამაში. არა, სხვათა შორის ორივე მხარეს ამ ომის დროს ათენელებსაც და სპარტელებსაც თავის შეძახილი ჰქონდათ, ხო იცი? ისინი ყვიროდნენ სიკვდილი ოლიგარქებს, ესენი ყვიროდნენ სიკვდილი დემაგოგებს. შეძახილი ჰქონდათ, სამხედრო შეძახილი. როცა ეს შიდა პარტიული დაპირისპირებები მიდიოდა ქალაქში. მაგრამ კლეონის გარდა ქალაქში არის მეორე საპირწონე პარტია, ახლა არის არისტოკრატების, ანუ ოლიგარქიის პარტია არის, ხო, კონსერვატორების და ვთქვათ, ამათ სათავეში უდგას ნიკიას, ძალიან გამოცდილი კაცი, პატიოსანი კაცი, სახელიანი კაცი, მაგრამ არჩევანს ყოველთვის სწორს აკეთებს, სწორს საუბრობს ეკლესიაზე როცა გავართ, მაგრამ არ აქვს შეუპოვრობა. ნაკლებად ინიციატივიანი, ჯერ ასაკშიც იყო ის არა ვქო ნიკიას. ახლა ამ ორ პარტიას ვინ უჭერს ხარს მოსახლეობის რა ნაწილი? ახლა კლეონს და დემაგოგებს ხარს უჭერს ვაჭრები, ხელოსნები, პარალიები, ანუ საზღვაო საქმეებთან დაკავშირებული ხალხი, თქვა დოკებში რომ მუშაობენ, მეხოფეები, ხელოსნები და ასე შემდეგ და კონსერვატორებს, ანუ ოლიგარქიულ მხარეს, ანუ ნიკიასის მხარეს არიან დიდარი მიწათმფლობელები და გლეხები. მიწას ვინც და ისინი მშვიდობის მომხრეები არიან, ამ გლეხებს ეს პარტელები რო შემოდიან, გლეხები ზარალდებიან. სულ მათ უსპობენ მოსავალს, მათ უსპობენ სალყარს და ყველაფერს. ამიტომ ორად არის გაყოფილი. თუმცა ათენში არის ერთი ძალიან საინტერესო კაცი, მე მოგვიანებით ვილაპარაკებ, სამხედრო ლიდერი დემოსთენე. ეს ის დემოსთენე არ გეგონოთ ძვირფას მეგობრებო, რომლებიც ორ თაობის მერე დაიბადება და ფილიპე მეორე მაკედონიის სისხლს გაუშრობს. ეს ის არ არის, ეს სხვა დემოსთენე არის. ხო, და 429 წელს როგორც იქნა ათენელებმა აიღეს პოტიდეა.
და ანგრიეს მის კედლები და ესენი და დიდი სამხედრო ძალა გამოუთავისუფლდათ იქიდან. ამავე წელს წარმატებული საზღვაო ბრძოლები ჩაატარეს კორინთოს ყურეში, ამბრაკიის სანაპიროზე, კერძოდ რიონის ბრძოლა და ნაპაქტოსის ბრძოლა დამარცხეს იქ ზღვაზე კორინთოს ფლოტი ათენელებმა. პრინციპში არაუშავს ომი ისე მიდის, მაინც არიდებენ თავს სპარტელებთან პირდაპირ დაჯახებაზე და ზღვაზე მარტონობენ, დამშლელი არ აყავთ არავინ ათენელებს. მაგრამ მოხდა ერთი უბედურება. პლატეა დაეცა. როგორ დაეცა პლატეა? თითქმის 2 წელი გაგრძელდა მისი ალყა. როცა ის ტყვეები დახოცეს პლატეელებმა 31-ში, 2 წლის მერე შემოარტყეს ალყა. სპარტელებმა და ბეოტიელებმა. უშუალოდ მეფე არქიდამე სარდლობს პლატეა შემოარტყეს ალყა ახას. იცოდნენ ახას პლატეელებმა რომ ადრე თუ გვიან პასუხს მოთხოვდნენ, ამიტომ მათ რაქნეს იცი ცოლშვილი გახიზნეს ათენში. და ქალაქში არის 400 პლატეელი გამაგრებული და 80 ათენელი ჰოპლეტი. ელოდებიან მოვიდა ეს არქიდამე. სპარტის მეფე უდგა სათავეში ჯარს და მოვიდნენ ბეოტიელი მოკავშირეებიც, ხო? ბეოტიელებს სისხლის დალევა უნდათ ამ პლატეელებს. შურიზება უნდათ, მაგრამ ახლა ეს სპარტელები მაინც როგორები არქიდამე როცა მოადგა, პლატეელებმა გამოაგზავნეს ელჩები არქიდამესთან და უთხრეს ასეთი რამე, რომ არქიდამე რატომ მოხვედიო ჩვენს წინააღმდეგ, პლატეის წინააღმდეგ რატომ მოხვედიო? პლატეის ომის მერეო თქვენმა მეფემო პავსანიოსმაო ხო ჩვენო თავისუფლებაო მოგვანი მართლა ასე იყო. გახსოვს იქ პრიზი რომ იცეს, რომ ჩხუბობდნენ სპარტელები და ათენელები, ვის ეკუთვნის პირველი პრიზი პლატეის ბრძოლაში და მერე არისტიდემ შესთავაზა ორივე მხარეს რომ პლატეას მიცე. პლატეას პრიზი ეს იყო, რომ დამოუკიდებელ თავისუფალ ქალაქად გამოაცხადა პავსანიოსმა. და ეს თავისუფლ ეს თებელებია, ჩვენო არ გვეშვებიანო და ჩვენო ათენელების მხარეზე იმიტომ ვართო და იმიტომ გვეხმარებიანო ათენელებიო, რომ ესენიო არ გვასვენებენო რა, თებელებიო და ამიტომ პავსანიოსის ის გაახსენეს ფიცი, დაიფიცა იმ ღმერთების წინაშე, რომ პლატეას აქვს გარანტირებული თავისუფლება. სპარტის მეფის. არქიდამემ შესთავაზა ძალიან ისეთი აზრიანი და მე რომ გითხოთ სამართლიანი წინადადება შესთავაზა. მეო მესმისო თქვენიო პლატეელებო, რომ თქვენო ათენელებთანო ასეთი ურთიერთობა გაქვთო, ისიც მესმისო, რომ თქვენო ცოლშვილიო ახლა ათენში გყავთო და გარკვეულწილად ისინი ძევლები არიანო ათენში, თქვენ ცოლშვილი. და არ გთხოვთო, რომ ჩვენ მხარეზეო იომოთ. მაგრამ მოდი ასე მოვილაპარაკოთო, რა ხანო თქვენ ცოლშვილი ათენში გყავთო და სახიფათო არისო, რომ ახლა ჩვენ ჯარში თქვენ ვერ იომებთო. საამდე ომი დამთავრდებაო, დაცალეთო ქალაქიო. ჩვენ დავიკავებთო ქალაქსო. თქვენო წაგიყვანთო პელოპონესშიო და საამდე ომი არ დამთავრდებაო, იცხოვრეთო იქ, არ გთხოვთო ომსო ჩვენ მხარეზე. ანუ ათენის ღალატს არ გთხოვთო. და თან ისი უფლება მიცა, იცი რომ აი ამ წინადადებას რასაც გთავაზობთო თქვენო, წადით და ათენელებსაც უთხარითო ესო და ჩამოიტანეთ ამბავია იმათგანო რა, ახლა იმათმა ან კი ან არა, ცოლშვილი იქ აყავთ ამათ. ჩამოვიდა ელჩი ათენიდან, თქვა რომ პლატეელებო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ ძმები ვართ და აბა თქვენიცით. ამ გააგრძელეთ ომი. გააგრძელეს ამ საწყლებმა ომი რა. სამხედრო დახმარება არ გამოაყოლეს თან? ვერ გამოდიან ისინი ახლა სპარტის მეფეა არქიდამე მოსული ველზე ვერ ყოფენ ცხვირს ათენელები რა. ისინიც ამათი ამ პლატეის ალყაც ეს იყო, რომ იქნებ გამოვიტყუოთ ეს ათენის ჯარი ერთ ბრძოლაში დავნაყოთ და დავამარცხოთ რა. ვერ გამოდიან, ვერ მოძამდე სპარტელები აქ არია. ხა ბეოტიელები რო არიან კი? ერთმანეთზე აქვთ ხელი შეჩეული, ხან ერთი უგებს, ხან მეორე, ბეოტიელები და ათენელები სუმტრები იყვნენ ერთმანეთს. თებელები და ათენელები. ახლა სპარტის მეფეა მოსული დიდი ჯარით, ახლა ცხვირის გამოყოფა შეიძლება ათენიდან ღამეც კი ერთი კაცის, ხო? გააგრძელდა ეს ალყა რა, გააგრძელდა, დაიწყო ალყა, ვერ აიღეს. ახლა აღება ქალაქების აღება სპარტელებს უჭირდათ საერთოდ რა.
ქალაქების აღება დაიწყო ალექსანდრემ, ფილიპემ, მერე, როცა სპეციალურ ჯარებს ქმნიან საინჟინრო ჯარებს და მანამდე ბერძნებს ქალაქების აღება იცოდნენ ათენიდან ახლა პოტიდეას ალყა 3 წელი გაგრძელდა. ხო და როგორც ეს მე ალყას არ ტყავდნენ და ან შიმშილით ან უწყლობით მე იძულებულს ხდიდნენ. დიდხანს გაგრძელდა ეს პლატეას ალყა 29-ში დაიწყო, 27-ში დაეცა. ქონდათ მცდელობა ალყის გამორღვევის რაღაცა ნაწილი გამოიქცა იქიდან. ათენში გაიქცა, ხამე გამოაღწიეს, მაგრამ 200 პლატელი და დანარჩენი ათენელები იქ დარჩნენ და ტყვეთა იყვნენ და დახოცეს უკვე, იმიტომ რომ არქიდამე მაშინ დაიფიცა, როცა პლატეამ უარი თქვა სპარტელების წინადადებაზე, რომ წამოდით და იცხოვრეთ ჩვენთან და მე დაგაბრუნებთ მშვიდობის დროს. რო არ მეღო მაშინ თქვა დაიფიცა, რომ მაშინო დაგჯითო მე თქვენ. და დახოცეს პლატელები და დაანგრიეს ქალაქი. ახლა ქალები და ბავშვები გადარჩნენ ათენში. ეს იყო ტრაგედია იყო ათენისთვის და ათენის მოკავშირეებისთვის თითქოს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ პლატეის დაცემამ ძალიან დიდი მორალური ზეგავლენა იქონია ათენელებზე, რომ მათი ესეთი ერთგული მოკავშირე ასე დაისაჯა და ვერ მიეხმარენ და ამან არქეშიც გამოიწვია უკმაყოფილება, რომ ჩვენი უსაფრთხოების დამცველი ხარ გვერდზე, შენ გვერდზე ვერ დაიცავი პლატეა, თან ამნაირი ქალაქი ხო. ამ პერიოდში ჩდება ათენში ძალიან საინტერესო კაცი, ახლა ორი მთავარი პოლიტიკური ფიგურა არის, ხო? ნიკიასი და ეს კლეონი, და ჭამენ ერთმანეთს. ერთ კლეონს უნდა რომ გავიდეთ და ვეომოთ და არ მოვეშვა, რადიკალია რა. ძალიან. ხოლო ნიკიასი თვლის, რომ იქნებ როგორც კი ოდნავ პატარა საშუალება ჩდება და რაღაცა ეს ვაკუუმი ჩდება მშვიდობის, აი სულ უნდა რომ მშვიდობა სპარტასთან მშვიდობა. ხო ახლა ეს პარტია არის კიმონის პარტია, კიმონის უღლის თეორია, ხო გახსოვთ, რომ ორი უღელი არის. იმათი იდეოლოგიური მემკვიდრეები არის. მე რომ მკითხოთ საერთოდ კიმონი რო გააგდეს მაშინ პერიკლემ რო გააგდო ათენიდან, აი ეს იყო საბედისწერო შეცდომა. ამაზე მე როცა მოურჩებით ამას, მე შედეგებზე რა თქმა უნდა კიმონის გაგდება არ შეიძლება. დიდი კაცი იყო ეს კიმონი, საერთოდ დაუფასებელია. მე რომ მკითხო პერიკლეს ნაკლები არ იყო ნამდვილად, ხო და ეს დემოსთენე არის სამხედრო ლიდერი. ათენში დიდი ავტორიტეტით ახლა ომის დროს ყოველ სამხედროები ჩდებიან ხოლმე, ხო. ამ დემოსთენეს უკვე გამოცდილება აქვს ამ ომში. პირველი ქონდა წარუმატებელი, როცა ეტოლიაში შეიჭრნენ სპარტელებს, აი დაუკვირდეთ, რასაც მე ყვები, ათენელები ხმელეთზე ომობენ, ოღონდ ებრძვიან სპარტის მოკავშირეებს. სადაც სპარტელები გამოჩნდებიან, იქ ათენელს ვერ ნახავ. და ეტოლია იყო მოკავშირე და ეტოლის მთებში გაუშვეს ჯარს მეთაურობდა იქა და ამ მთიელებთან, ეტოლიელთა მთიელებთან გაუჭირდა ბრძოლა და დამარცხდა იქ, მაგრამ ისეთი დასკვნები გამოიტანა და მე ძალიან წარმატებული ოპერაციები ჩაატარა რამოდენიმეჯერ დემოსთენეს მეთაურობით ათენელებმა, კერძოდ ამბრაკიაში და აკარნანიაში და იქ აკარნანიელები ათენელების მხარეზე იყვნენ, ამბრაკიელები სპარტელების მხარეზე იყო, იქ დიდი ბრძოლა მოხდა და ამბრაკიელების ახალგაზრდობა დაიღუპა მთლიანად. კატასტროფა დაემართა ამბრაკიელებს. დემოსთენე იყო სარდალი მაშინ ათენელების და დიდ ძალი ქონება შემოზიდა ათენში. დიდ ძალი ქონება, დიდი ავტორიტეტი აქვს რა. ხო. ხდება ასეთი ამბავი 425 წელს უკვე. ომი მიდის უკვე 31-ში დაიწყო 25, ხო, 6 წელია მიდის უკვე, 7 წელია თითქმის ხონდა. ათენელებმა ხო, იქ კერკირა ხო დაუწყნარებელი და უბედურება სულ ეს კორინთოს და კერკირას ტრობა და ამიტომ წრეზე ფლოტით უნდა დაუკავშირდა და კერკირაში მიდის კიდე იქ დაპირისპირება კერკირელი გაქცეული ოლიგარქები და ისინი რა ქვია
კორინთელები აწვევიან ამ კერკირას რა და კერკირას ჭირდება ათენის მოკავშირე არ კერკირა და კერკირას ჭირდება დახმარება გაუგზავნეს ფლოტის ნაწილი წავიდა 40 გემით წავიდა ათენელებმა დახმარება გაუგზავნეს კერკირას და ხამათმა წრე უნდა დაარტყან პელოპონეს და მე უნდა შევიდნენ კორინთოს ხელში და თითქმის ნახევარსაბერძნეთს წრე უნდა დაარტყან და კერკირას იქ უნდა მიეხმარონ ხო რა 40 გემით არის ევრიმედონტე არის ადმირალი სარდალი ეს კერკირა კუნძული კორფუ დღევანდელი კორფუ ხო ცნობილი კუნძულია ძალიან ტურის ნაწილი არა არა კუნძულია საკმაოდ მოზრდილი კუნძულია ხო და ნუ მდიდარი კუნძული იყო იმიტომ რომ სიცილიის და იტალიის გზაზე იყო და ამიტომ ამ ვაჭრობაში მდიდარი ძალიან კორინთოს თავის მეტროპოლიას ეცილებოდა სიმდიდრეში რა ხო და უკიდურესად ათენის მოკავშირეები იყვნენ რახან კორინთელებს ათენელები არ უყვარდათ ამიტომ მე ხო თქვი საბერძნეთში იყო ჯინაჯინაზე რა ვიღაცა რო იყო იქეთ ეს იყო მისა სპარტა და არგოსი ასე იყვნენ სულ მტრები ათენი და თებე ასე იყვნენ სულ მტრები ათენი და კორინთო ასე იყვნენ სულ მტრები და ასე შემდეგ კერკირა და კორინთო და 40 გემით ევრიმედონტე არის სარდალი მაგრამ ამ ფლოტს გააყოლეს ათენელებმა განსაკუთრებული უფლებებით ეს დემოსთენე ეს ნიჭიერი სარდალი. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მიცურავენ დაარტყეს პელოპონეს ალყა, ისა გაიარეს ლაკონიკის სანაპიროები, მიდიან საიდუმლოდ რომ მოულოდნელი იყოს მათ ჩასვლა იქ კერკირასთან. ხო და მესენის ეს არის პელოპონესის უკიდურესი სამხრეთ დასავლეთი ნაწილი. იქ არის პილოსის კონცხი. პილოსის მეფე იყო ნესტორი, გახსოვთ თქვენ როცა ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე ალკმენოიდების წინაპარი იყო ნესტორი, რომელიც იყო როგორც არგონავტი, მერე ასაკში იყო და ტროას ომში იყო აგამემნონის თანამებრძოლი. და იქ იდგა ძველი მისი ნესტორის სასახლე მთის წვერზე, ამ კონცხის წვერზე. ხო და ამ ათენელებს მიყვებიან გამოქცეული მესენელი ყოფილი ჰილოტები. ხარ რა მოხდა იცი? როცა მიწისძვრა მოხდა და მესენური ომი დაიწყო, სპარტას რო აუჯანყდნენ მესენელები ჰილოტები, იქ საბოლოო ჯამში ომი იმითი დამთავრდა, რომ კი დაიბრუნეს მესენია, მაგრამ სპარტელებმა ათენელების ჩარევით იმ მესენელებს, ვისაც არ უნდათ მონობაში დარჩენა, უფლება მიცეს ისა გასახლების და ნავპაქტოსი დაარსდა ასეთი ქალაქი, სადაც ეს გაქცეული მესენელები ცხოვრობდნენ. ათენელების უერთგულესი თანამებრძოლები და ერთ-ერთმა მესენელმა უთხრა იმას დემოსთენეს, რომ ხედავო ამასო ამ კონცხსო, ესო ძალიან მომგებიანი არისო. სპარტიდან არისო 400 სტადიონში. ანუ დაახლოებით 70 კილომეტრია სპარტიდან. არისო სპარტის ტერიტორიაო. და მერე აქო თუ ბანაკსო, ნახე როგორი გამაგრებული არისო, ზღვით არისო შემორტყმული კლდეებითო.
წყარო ამოდისო, ან წყლის პრობლემა არ არის. და აქო თუ ბანაკს გააკეთებთო მესენიდანო ძალიან ბევრი ჰილოტი გამოიქცეოდა თქვენ მხარეზე გადმოვა. და პრობლემა შეუქმნითო სპარტას. იფიქრეო ამაზეო დემოსთენე. დემოსთენე უთხრა ევრიმედონტეს სარდალს, რომ გავაკეთოთ ასე, მაგრამ იმან უთხრა არაო, ჩვენ გვეჩქარებო, კერკირას უნდა მივეხმაროთ, მაგრამ მოხდა ეს ბუნებრივი მოვლენები, არ ვიცი, ხანდახან ხელს უწყობს რა. ხარიშხალი ამოვარდა რა. ხარიშხალი ამოვარდა, 6 დღე ცხვირი ვერ გამოყვეს რა. და ფლოტით გაჩერდნენ, იძულებული გახდნენ ამ პილოსზე გამაგრებული იყვნენ გემები, ამოათრიეს სანაპიროზე და ზევით რო გამაგრდნენ, ხო სპარტა ახლოს არის. იძულებული გახდნენ ციხესიმაგრე ეშენებათ რაღაცა ჯერ დაიწყეს ბარიკადების აშენება და მე ციხესიმაგრის სახე მიცეს ამას რომ გამაგრდნენ გამაგრებული ბანაკი ამ სიმაღლეზე სხვასაც დაყურებს აკონტროლებს ყველაფერს რა სტრატეგიული მნიშვნელობის კონცხია ეს პილოსი მე რო გადავიდა ეს წვიმა და უბედურება და ქარიშხალი დაარწმუნა ამან დემოსთენებს ევრიმედონტეს არ და ახლა იმას დავალება აქვს ახლა ის უნდა ჩავიდეს ახლა მის ჭკუაზე ვერ გადავა იმ ათენში შეიძლება პასუხი მოთხოვონ სიკვდილით დასაჯონ ბრძანება რატო დაარო შეთანხმდნენ ასე რომ 5 გემი დაუტოვა თავისი ეკიპაჟები დაახლოებით 1000 კაცია ეს 200 კაცი იყო გემზე 200 ჰოპლიტი, ათენელი ჰოპლიტი, 300 მშვილდოსანი და 40 მესენელი ჰოპლიტი. ათენელებს ხარეზე გადმოსული ყოფილი ჰილოტები ვინც არის. ხო? დარჩა ეს აქ. იმან გააგრძელა გზა წავიდა იქეთ, კერკირაში. იქ უნდა ჩაერთოს, იმიტომ იქ კორინთული ფლოტი დგას 60 გემით არიან და იმას უნდა დაუპირისპირდნენ. კერკირა უნდა დაიცვან როგორც მოკავშირე, ხო. ომი მიდის უმეტესად მოკავშირეების დაცვისთვის რა. ამან გააკეთა, გაამაგრა ეს ყველაფერი, მოაწყო ეს დემოსთენი მართლა რო ისეთი კარგი ორგანიზატორი, კარგი სარდალი, მარტო კარგი მეომარი არ არის, კარგი ორგანიზატორია, კარგი ინფრასტრუქტურა უნდა შეექმნა და რაღაცები და ხელს უწყობს ამას ის რომ ამ კლდიდან ამოდე კლდე სადაც არის ეს კონცხი ამოდის არაჩვეულებრივი წყარო რომელიც ამათ ყოფნით წყალია მთავარი გამაგრდნენ სპარტაში რო გაიგეს ეს სპარტელები ხო ასე არის რაღაცა ბერძენი რაჭველები არ მიცეს დიდი მნიშვნელობა ჩამოვიდა მაგრამ რაღაცა ათენელები რაღაცა რამოდენიმე ასეული კაცი გამაგრდა იქა პილოს მაგრამ ჯვაგისია ის ხო უკვე არქიდამე მკვდარია მეფე და მისი შვილი აგისია ტახტზე აგის მობრუნდა სადღაც იყო ათენელებს წასული იქ რომ მობრუნდა იმიდან რო გაიგო რომ იქ თქვენ როგორ გაგიჟდით როგორ ყურიჯდირში არიან ესენი სასრაფოთ ამბავი ატყდა ესა და გაამზადეს ფლოტი 50 და გამოიხმეს იქიდან კერკირიდან გამოიხმეს თავისი ფლოტი 53 გემით ჩამოვიდნენ ხო და აქედან ხმელეთიდან ჯარით მიადგა ესა ჯერ შეუდა ხო და ამ პილოსის კონცხის გადაღმა იქვე არის პატარა კუნძული არის ფაქტერია ქვია აი ფსიტალია გახსოვს ის კუნძული სალამენში აი ისეთი ფუნქციის არის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამას რა ფაქტერია არის კუნძული და აი ესენი მოადგნენ ახლა და აღება უნდა პირველი შეტევა დაიწყეს ზღვიდან რომ ზღვიდან იქნებ ავიდეთ რა და მე ავიღოთ ეს ციხესიმაგრე. მეორე მხრიდან ის არის, რა ქვია, ხმელეთიდან, ხო? ამ ზღვიდან შეტევას მეთაურობს ძალიან მაგარი ბიჭი არის, სპარტელი ბიჭი არის, ბრასიდე დავიმახსოვროთ ეს. ეს ამ ომის გმირი გახდება. და უბძანა ამ გემებს რომ შეუტიოთ, შევიდეთ ყურეში, გადავიდეთ ნაპირზე და მე ავიდეთ ამ იმაზე და ავიღოთ ეს ისა რა, როგორ გვიბედავენ ამას ჩვენ ტერიტორიაზე არის, მაგრამ პრობლემა ისე რომ ვიწროა ეს ყურე ძალიან გიორგი და აქვს წყალქვეშა მეჩეთები და ამ ეკიპაჟებმა და კაპიტნებმა არ იციან სად არის ესა და მე ერთად შეტევა არ შეიძლება, რამოდენიმე გემი უნდა შევიდეს, დაიცალოს, მე გამოვიდეს, ანუ უაზრო ის არის
ეს ბრასიდე აწვევა რომ შეუტიოთ და იმათმა დაუშვეს ზემოდან ათენელებმა რა ისრები, სათხედები, შურდულები, რა ვიცი ყველაფერი. აი გახურდა ბრძოლა, ესენი უმძიმეს დღეშია ეს ბრასიდე იძახ შეუტიოთ და გემზე დგას. ხო და იმდენი ესროლეს ამ ბრასიდებს დაიჭრა მძიმე და ტრიუმფში ჩავარ, ძლივს გადარჩა და მოხდა მისთვის უბედურება, ყველაზე სირცხვილის ზღვაში დაკარგა ფარი. სპარტაში საერთოდ სიკვდილის მიმართ ჰქონდათ აი ისეთ დამოკიდებულება. სიკვდილი სახელოვანი არის კარგი, ყველაზე დიდი ბედნიერება სპარტიატისთვის არის სახელოვანი სიკვდილი. და ყველაზე დიდი უბედურება არის სამარცხვინო სიკვდილი. სამარცხვინო სიკვდილის და გაქცევა. სპარტაში ტერმინი გაქცევა არ იცოდნენ. სპარტაში იცოდნენ რომ ფარი დააგდო. ანუ რო გაიგებნო, გაიქცა. ვიღაცა ბრძოლის ველიდან კი არ ამბობდნენ გაიქცა, ჩვენ ვამბობთ. ამბობდნენ ფარი დააგდო ნიშნავს რომ ხთალია, კურდღელი. ამას დაუვარდა ფარი და დაკარგა, სხვაში ჩაუვარდა. სანაპიროზე. ვერც ფარით ბრუნდება და ვერც ფარზე. კატასტროფა ეს ბრასიდესთვის რა, მთელი სპარტა იჯორავებდა ალბათ რა, ამაზე ხო და მე ეს ფარი ათენელებმა ნახეს და გადმოკიდეს როგორც ის რა ქვია, ნადავლი. დასცინოდნენ ბრასიდე და ძიმედ დაიჭრა. ძლივს გადარჩა, ხო. ნუ ვერ ავიდნენ მაღლობზე. მერე დაიწყეს იმიდან ხმელეთთან შემოტევა და კიდევ დაიწყეს ის რომ ფაქტორია დაიკავეს. ეს კუნძული რომ დამხმარე ძალა თუ მოუვიდათ ათენელებს იმ პრინციპით რომ სანაპიროს ვინ აკონტროლებდა. 420 ჰოპლიტი გადასხეს სპარტელებმა. აქედან 120 არის სპარტიატი, სუფთა სპარტიატი. დანარჩენი არიან პერიეკები. ანუ სპარტელები არიან, პერიეკიც სპარტელია. მაგრამ თვითონ ის მოქალაქე არის სპარტიატი 120 კაცი არის, ოჯახიშვილები, დიდი ცნობილი ოჯახებიდან ისინი არიან. 420 კაცი ცნობილია ეს ციფრი, 420 კაცი გადასხეს, რომ სპარტერია დაიკავონ, რომ ამე რო იყოს ათენელები რო გამოჩნდნენ, იმათ მარ დაიკავონ ეს და გამოჩნდნენ ათენელები. 50 კაცი 50 გემით მოვიდნენ ათენელები. მოხდა საზღვაო ბრძოლა, გასაგებია საზღვაო ბრძოლაში ათენელებმა მოიგეს. ხო. მოიგეს და ეს კუნძულის ფაქტორია ბლოკადაში, ეს 420 კაცი დარჩა ალყაში. სპარტელები არიან საგონებელს ჩავარნელი. პილოსი ვერ აიღეს, საზღვაო ბრძოლაში დამარცხდნენ და რაც თავარია იმაზე ფაქტერიაზე 420 სპარტელი და აქედან 120 სპარტიატია რა. ახლა სპარტელისთვის სპარტელის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. გაუშვეს სპარტაში ელჩობა რომ რა ვქნათ. ეფორები ჩამოვიდნენ. აი იქეკავენ ამ თავს უყურებენ, ვერ გებულობენ რა ქნან, როგორ მოიქცნენ, ვერ იღებენ იმას, ამათ რა უქნა. თან ეს ფაქტორი არის უწყლო. დიდხანს ვერ გაძლევენ. ნუ დაიხოცებიან რა. ამათ გარშემო ეს ვიგენები და დაცურვენის ათენური გემები რა. აუქნათ რა უქნათ და რახან ეფორები ჩამოვიდნენ, ეფორებს გადაწყვეტილების უფლება ჰქონდათ და ეფორებმა შეუთვალეს ათენელებს, რომ ზავი დავდოთო. ოღონდ არ ამშვიდობა. ჩვენო წავალთო ათენშიო. თქვენებთან და იქო მშვიდობას დავიწყებთ ლაპარაკსო და სამდე იქიდან დავბრუნდებითო შევთანხმდეთო და რაზე შეთანხმდნენ, რომ ამ ფაქტერიაზე მყოფი სპარტელებისთვის საჭმელი მიგვატანიეთ და სასმელი. ამის სანაცვლოდ ჩვენ გემებს გაძლევთ. ცლით ეკიპაჟებიდან და თქვენ გააკონტროლეთ გემები. ანუ ჩადეს იმაში რა ქვია იმას, ხო და სანაცვლოდ გემები მიცეს, მაგრამ მოგვეც თუფლება, რომ ჩვენ ამ იმგეს ამდე ათენში გავარკვევთ მშვიდობის ამბავს, თქვენს ხელმძღვანელობასთან, ეკლესიასთან და ასე შემდეგ. ანამდე გავცვალოთ თქვენ მოგვეც, ოღონდ დღე ათენელების პირობა იყო, არავითარი ღამე, დღე ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ საჭმელი იარაღი არ უნდა იყოს.
ათენელების ზედამხედველობით საჭმელს აწვდიან და სასმელს აწვდიან იმას, რა ქვია, ბლოკადაში მყოფ 420 სპარტელს რა. სამაგიეროდ გემებ წამოიყვანეს თავისთან. სპარტელებს. ახლა ჩავიდნენ ეს სპარტელი ელჩები ათენში ჩავიდნენ და მოითხოვეს, რომ შვიდობა დავდოთ თანახმოვართ შვიდობაზე, დავამთავროთ ომი და ეს ჩვენი ტყვეები დაგვიბრუნეთ. ახლა ხალხს როგორ ჩვევია ხოლმე, ახლა მით უმეტეს ოხლოკრატიის მმართველობა, დემაგოგები მართა. ერთი ამბავი ატეხა ამ კლეონმა, რას ლაპარაკობო, კაცო, მაგენს ვიზედაც ვავიყვანთო ჩვენო ტყვეთო, რაღა დარჩაო. რა მშვიდობა, რა მშვიდობაო. ბოლომდეო რა. ახლა იქ ნიკია ცდილობდა რაღაცებს, რომ არ გვინდა და ნუ გავამხეცებთ ამ სპარტელებს და ამბებს და იმას, მაგრამ ნუ გაიტანეს ეკლესიაზე და ეკლესია უარი თქვა, რა ვაგრძელებთ ომს. ეგენიო ტყვეთ უნდა ავიყვანოთ ჩვენ. ის 420 კაცი. ამოვიდნენ ესე ადუღებულები სპარტელები სპარტაში და გაგრძელდა ბრძოლა. ახლა პირობა რა არის, რომ ესე საჭმელს რო აძლევდნენ და წყალს რო აწვდიდნენ, იმათმა გემები. ათენელებმა გემები არ დააბრუნეს. პირობა გატეხეს, მაგრამ ბლოკადა არ მოუხსნეს ამას, მაგრამ მერე ერთი პერიოდი, მერე უკვე დაიწყეს ღამე, იმითი, რა ქვია, მცურავებით და ნავებით და მეთევზეებით, აი ასე პარტიზანულად შექონდათ აწვდიდნენ ამ საჭმელს, ამ წყალს, ხო, და საჭმელს და ალბათ იარაღსაც, ხო. მაგრამ საქმე იმაშია, კი, სპარტელები გაჭედილები არა, მაგრამ ეს ათენელების გაჭედილები არა, ვერადიან ამ კუნძულზე რა. 420 სპარტელი ჰოპლეტი, ძალიან ძნელი დასამარცხებელია რა. და პატური სიტუაცია რა. დემოსთენე და ათენში ელოდებიან, რომ დღე-დღეზე ესენ ამათ ტყვეთ აიყვანენ, სპარტას შეურაცხყოფას მიაღწია, ახლა სპარტელებს ტყვეთ აყვანა, ეს არის, რომ მორალური გატეხვა ხდება პელოპონესის კავშირი. ვერ იღებს და ამ დემოსთენემ გააგზავნა, ზამთარი უახლოვდებათ უკვე, ზამთრის წინა გვიან შემოდგომა, ზამთრის დასაწყისში უკვე ქარიშხლების ეპოქაა, ახლა დრო იწყება, ახლა ეს გემებიც ახლა სამდე უნდა იტრიალო, მერე ამათაც აღარ ყოფნით წყალი, ახლა ის გარნიზონს კი ყოფნის ის წყალი, მაგრამ ახლა ფლოტი დგას აქ, 50 გემზე მეტია რა და ამათ ეკიპაჟებს, იმას რა ქვია, მატროსებს დალევა, ხო წყლის ნაკლებობა ამათაც აქვთ ათენელებს. ხო და გამოაგზავნა, ათენში ჩამოვიდა, იქ ატყდა ერთი ამბავი სახალხო კრებაზე. კლეონს დაუდეს ისა პრეტენზიები, ხო ოხლოსი, ანუ ბრბო, ხო ყოველთვის უკმაყოფილოა, რა. რო ელოდებიან გამარჯვებას, ჩამოდი და დემოსთენეს ამბავენ, რომ მოგვახმარეთ რა ჯარი. და საჭმელი და სასმელი ვერ ვერევენ. ახლა ამით იხელთა იმან ნიკიასმა და სახალხო კრებას გადაუარა ამ კლეონს, რომ აი შენი ბრალია, ომი დამთავრებული იქნებოდა, სპარტელებთან უკვე მშვიდობა გვექნებოდა და შენ კიდე იძახოდი, რომ გავიმარჯვებთ, რა გავიმარჯვებთ, კაცო, აქ პრობლემა გვაქვს, ჩვენი ჯარი იქ როგორ შევინახოთ და ფლოტი როგორ შევინახოთ და ერთი ამბავია იმაზე და ეს კლეონი გაიჭერდა უშნოთ ძალიან. და გამოვიდა თქვა ასეთი რამე, რომ ეგენიო რა ის მეომრები არიანო, კაცო, რა სჭირდა, რა სჭირდა, რა უნდაო იმის აღებაო, ახლა ფაქტორის აღება, მე რო ყოფილიყავიო, სარდალიო, მაგას 20 დღეში ავიღებდი. ნიკიასმა ჩაავლო და თქვა, რომ კლეონი არ არის სტრატეგოსი, ლიდერია დემაგოგების, მაგრამ თანამდებობა არ უკავია. ეს ნიკიასი არის სტრატეგოსი. ნიკიას გამოვიდა სახალხო კრებაზე და ამბობს ასეთ რაღაცას. კლეონმაო, რა კაი რაღაცაო შემოგთავაზა. მოდიო, მაგიო ჩავუყენოთო სათავეშიო ჯარსო. აგერო მეო თმოფო ჩემს სტრატეგოსობასო და ჩემს მაგივრათო ავირჩიოთო, ჩავუყენოთო ჯარსო სათავეშიო და მაგან მიხედოსო ფაქტერიას. აუ, კლეონი ჩავარდა საგონებელ. მეო ეგო არ მიგულისხმიაო, მეო ისევ თქვიო, ესევ თქვიო, მაგრამ ნუ გაჭედა იმ ნიკიასმა რა, გადადგა თანამდებობიდან და აირჩიეს ეს ერთხმად სტრატეგოსა და ნუ როგორ ჩანს ახლა მე უკვე გადავიდა სხვა სიტუაციაზე გადავიდა ახლა კლეონი და ესა ჩაუდგა ჯარს საკმაოდ ენერგიულად. ხო, ოღონდ მოითხოვა ერთი პირობა. მეო ჩაუდგებიო სათავეში, ოღონდ დემონსტრაციას რო აგინებდა, რატო ვერ აიღო
ოღონდ ჩემი თანაშემწე დემოსთენე იყოს. იმის იმედი ქონდა, ხო? ხო, ის ავტორიტეტი იყო და საქმის წოდნა იყო. საგანგებოდ მოამზადეს 800 ჰოპლიტი და 2000-ზე მეტი მშვილდოსანი. და პელტასტებს ეძახო, პელტასტები არიან შუბების შორმანძილზე მსროლელები. ხო, პელტასტები ეს თრაკიელებიდან გადმოიღეს. მანამდე ხო ჰოპლიტები იყო და ამ ომში მაგალითად სამხედრო საქმე შეიცვლება, ტაქტიკა შეიცვლება რა. პელტასტები და მშვილდოსნები 2000-ზე მეტი წავიდა გემები, აიღეს საჭმელი, სასმელი წაიღეს ისინი და გადაწყვეტილი არის რომ აიყვნეს ფაქტერი. გადასხეს იქ დესანტი და ნუ მოხდა ბრძოლა, დაიწყეს როგორ ახლა ეს პელტასტები და ეს მშვილდოსნები არეკარებიან ახლოს ახლა იმათ ჩემი ტერმი ეკარა რა ისინი გამოვიდნენ ბრძოლის ველზე ახლა იმ კუნძულზე ხდება ეს ამბები ფლოტი უყურებს იქ პილოსიდან უყურებს იქ აღმიდან ხმელეთიდან სპარტელები უყურებენ ხო რაღაცები ესენი გამოვიდნენ ახლა ფალანგით ხო სპარტელები მაგრამ ბიჭო ამათმა შორიდან დაუწყეს სროლა არეკარებიან ახლოს. 2 დღე ასე შორიდან, ნუ აი ბომბარდირება მიდიოდა რა. ამათი და ძალიან ბევრი დაეღუპათ. რიგი ვერ დაშალეს. ხა რო გაეკიდო ვერ დაეწევი ის მსუბუქათაა შეიარაღებული, ამისთვისა რომ გაგექცეს და შორიდან გესროლოს და ნუ ახლა ენები აქვს გამოყრილი ამ საწყალ სპარტელებს. სისხლში ცურავენ ისინი და ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება რაღაც კლდესავით იყო იქ შემავლებული კლდეებით იყო ერთი მხრიდან ადიოდა იქ გამაგრდნენ და იფიქრეს რომ აქ თუ გამაგრდებით ეს პელტასტები ვეღარ გვესვრიან და მართლაც ახლა ისე ვეღარ ავიდნენ იქა და უკვე ეს 800 ჰოპლიტი და აი ბრძოლა დაიწყო ამ გენს ჩაგრავენ ახლა ესე მაგრამ ზურგიდან ამოვიდნენ მესენელები აი ეს გამოქცეული ყოფილი მონები. კლდეზე ისინი კარგი მცოცავები იყვნენ, ხო და აი მათმაც უკნა და ხო და დაიწყეს ამათი ნუ შორი მანძილიდან ხოცავენ რა მაინც რა ამ სპარტელებს რა და ესენი არნებდებიან და მე დემოსთენემა შეხედა რომ ნუ უაზრო ახლა ამათი ასე დახოცვა. და სპარტელებს ხმელეთზე შეუთვალა რომ ბიჭო მიეცით უფლება ამათ დანებების. ცოდოები არიან, დაიხოცებიან ესენი ასე. გადმოვიდნენ ისინი, მივიდნენ ამ თვითონ სპარტელები, მივიდნენ ამ დაჭრილებთან იმათ, ვინც არ დარჩა. ბოლოს დარჩა 292 კაცი, იმ 420-დან. და იმათ უთხრეს, რომ თქვენ რას აირჩევთ რა. იმათმა თქვეს, რომ დავიღუპებით ყველაო და თქვენ თვითონ გადაწყვეტეთოთ. სპარტელებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამათ მიცეს უფლება დაეყარათ იარაღი. ანუ ფარი დააგდეს. 292 კაცი წამოიყვანეს ტყვედ. ეს იყო დაინგრა მთელი საბერძნეთი ხმაგავარ და ათენელებმა ბიჭო ხმელეთს სპარტელები დანაყეს. პირველი შემთხვევა. სხვათაშორის ესენი ათენში რომ ჩამოატარეს ტყვეები. ეს ხალხი გადარეულია და არის და ახტის და არის ერთი ამბავი და ესენი ხომ მოყავთ ეს ტყვეები რა. ვიღაც ათენელები ეძახიან, ხო მოგიგეთ და ხო დაგამარცხეთ და ერთ-ერთმა სპარტელმა უთხრა, სხვათაშორის ამ შეკითხვის დასმა მინდოდა ჩვენს რასად როდის რო იყო გადაცემა, ამ შეკითხვის გაგზავნა მინდოდა სხვათაშორის მათთვის რომ როცა მოყავდათ ესენი დასცინოდნენ ხო მოგიგეთ ხო ერთ-ერთმა სპარტელმა უპასუხა ათენელებს რომ თქვენო ვერ მოგვიგებდით რომ არა თქვენი კინძისთავებია. კინძისთავები. ხო, ნემსები. ანუ რას ნიშნავს? ისრები რო არ გესროლათ ჩვენთვის. თუ ისრის სროლა არ ითვლებოდა თლად ვაშკაცურს აქციელად ახლა გემებზე მოსული ამბავი იყო, მაგრამ ახლა ასე როცა ფალანგა მე ხო გახსოვს ომის კოდექსები ჰქონდათ ბერძნებს, რომელიც მე მოირღვევა ამ ომის დროს, აბსოლუტურად ყველაფერზე უარსიტყვია. ყველაფერს იკადრებენ. აი პირველი ეს იყო
აი ეს რა იგულისხმება, კინძის თავში იგულისხმება ისრებს გვესროდით შორიდან. ამიტომ მოგვერიეთო რა. ჩავარნელის დიდი ამბავი იყო, მორალური გატეხვა იყო, მთელი საბერძნეთი ლაპარაკო, აი ათენელები როგორც იქნა, ხმელეთზე შეხვდნენ და სპარტელებს დაამარცხეს. რა მნიშვნელობა აქვს რო? მაგრამ ახლა ხდება ასეთი ამბავი, ათენელებს მოეცათ ისა რა ქვია мотивация და გადავიდნენ შეტევაზე მთელ ფრონტზე. დაიწყეს დიდი წარმატებები ჰქონდათ, აი მაგალითად აკარნანია მთლიანად დაიკავეს, ლოკრიდა მთლიანად დაიკავეს. სახმელეთო ოპერაციები. სახმელეთოზე უკვე დაიწყეს, ხო, კითერა დაიკავეს კუნძული, კითერა თვითონ ნიკეამ დაიკავა. კითერა იყო დიდი კუნძული იყო, ლაკედემონს ეკუთვნოდა სპარტა სამხრეთში, რუკაზე შეგიძლიათ ნახო. ლაკონიკას არბევენ, სპარტის სანაპიროებს არბევენ. წაართვეს ნისეა იყო, აი როგორც პირევსი იყო ათენის სპორტი, ისე მეგარას, ქალაქ მეგარას სპორტი იყო ნისეა დაიკავეს. მეგარა ერთ-ერთი თავარი მოკავშირეა სპარტეს. მეგარისთვის დაიწყო ომი საერთოდ. ომის ასორი გადაიხარა. გადმოდის ამათ მხარეზე რა უკვე. და თვითონ კინაღო მეგარა დაიკავეს ათენელებმა, აქ ივარგა იმ ბრასიდემ, იქ რო დაიჯრა ფარი რო დაკარგა. ის უკვე გამოჯანმრთელებული, ხო, მაგარი ბიჭი იყო ის ბრასიდე, ხო. აი ამ დროს სპარტელებში არის უკვე ყურები ჩამოყრილი აქვს, ნუ ვეღარაჩერებენ ამ ათენელებს რა. ვეღარაჩა წაიღეს რა ვიცი, მათი მოკავშირეების შიში ყავთ, გემებით მოძრაობენ, ხელს ვერ უშლიან, კომუნიკაციები გემებით ხდებოდა, ახლა გზები ნაკლებად, ხმელეთი ნაკლებად იყო, ხო. ათენელების ხელში ინიციატივა, ამ დროს ბრასიდე გამოდის ეფორებისა და გერონტების წინაშე ეს ბიჭი, სპარტაში გამოდის და მე მაქვსო გამოსავალი, მე მაქვს სტრატეგიაო და მომეცითო უფლებაო, რომ მე ეს გავაკეთო და რა სტრატეგია გაქვსო. ათენელებიო ძლიერები არიან ზღვაზე, იმიტომ რომ ხორბალი შემოაქვთ შავი ზღვიდანო და თრაკიაშიო, ანუ ჩრდილოეთ ეგეოსშიო ეს ქალკიდიკის ქალაქები და ეს ამფიპოლისი გახსოვთ, იმან რომ დაარსა პერიკლემ, დიდი ქალაქი. ამფიპოლისი წავართვათ. ჩვენ თუ ამფიპოლისო წავართმევთო, პროდუქტების პრობლემაც ეკნებათო. და ჩრდილოეთის ქალაქებს დაკარგავენო, არქები, ჩრდილოეთ ქალაქები არქეს ლამის 1/5 იყო რა. ახლობით 1/40 ქალაქი იყო იქ. წავართვათ ის. მე ამისთვისო დიდ ჯარს არ ვითხოვო და მოითხოვა 700 ჰილოტი, ახლა საინტერესო რა. და 1000 პელოპონესელი ჰობლიტი. ახლა ჩვენ ხო ვილაპარაკეთ, რომ ჰილოტები ჯარში არ მეყავდათ მძიმე შეჭურვილად, მაგრამ ჰილოტები იყო ორი ტიპის სპარტაში. ანუ სახელმწიფომან იყვნენ მესენელი ჰილოტები და იყვნენ ლაკედემონის ჰილოტები. ორი ტიპის იყო, ერთი იყვნენ ყოფილი დორიელები, მესენელები, რომლებიც ძურდათ ამათ. მაგრამ აქეელი, ანუ ძველი ლაკონიკის მოსახლეობის ჰილოტები ისინი უფრო ლოიალურები იყვნენ სპარტის მიმართ და სპარტელებიც ასევე ახლა იმ კრიპტიებს და იმგენს არ აწყობდნენ იქ. რა ქვია, რომ დაძდევდნენ და კლავდნენ და ესე, ხო და 700 ჰილოტი და 1000 პელოპონესელი მოკავშირით, 1700 ჰოპლიტით და ალბათ რაღაცა ნაწილი მსუბუქად შეიარაღებულიც იქნა და დააწვეს მთელი საბერძნეთი გაიარა. ხმელეთს ავაზღვას ვერ გავიდო. გაიარა ჯერ ეს პელოპონესი, გადავიდა მე კორინთოში, მე გადავიდა მეგარიდაში, გადავიდა ბეოტიაში, გადავიდა დორიდაში, თესალიაში და შევიდა მაკედონიაში, ჩავიდა. ამ დროს მაკედონიაში მეფობს პერდიკა მეორე. მაკედონია სუსტი ქვეყანა ძალიან და ჩამორჩენილი. თვითონ კი იჩემებენ, რომ ბერძნები არიან, დორიული ფესვები აქვთ რა, მაგრამ ნუ ბერძნები დაცინიან, რომ თლათ ჩვენაირ ბერძნები ეგენი არ არიან.
ველურები არიან, ხო? ბერძნები არ აღიარებენ ეს კომპლექსი ჰქონდა ფილიპეს მთელი ცხოვრებას, რა რომ მიიხედავდა და უკან ბერძნები იცინოდნენ, სულ ეგონა რომ დასცინოდნენ რომ ის ნამდვილი ბერძენი არ არის. და გიждდებოდა ამაზე რა. ხო და ახლა პერდიკა მით უმეტეს. ამ პერდიკას პრობლემა აქვს, სეპარატისტული რეგიონი არის იქ ლინკისტია ქვია, ჩრდილოეთისა და ლინკისტიელები აჯანყებულები არიან. ეს ბრასიდე რო ჩავიდა ჯარით, გზაში თან მოკავშირეები აიყოლია ვიღაცები რა. პერდიკამ თხოვა რომ ამფიპოლისის ალყაშიო მოგეხმარება, საკვები ჭირდება, წყალი ჭირდება, ამუნიცია ჭირდება, ყველაფერი ჭირდება მომარაგება, ხო? ოღონდ ერთ პირობით ამ ლინკისტიელებთან მომეხმარება ბრძოლაში. ეს ხდება 424 წელია. ანუ ფაქტერის ალყა გაგრძელდა 72 დღე. ხო. ერთი წლის თავზე ბრასიდე ჩავიდა იქა მაკედონიის მეფესთან და მიეხმარა იქა ის ლინკისტიელები დანაყეს იქა და შემოიერთეს რა. და მე დაიწყო ქალკიდიკის ქალაქები, ჯერ ამფიპოლის ყველაზე დიდია, ჯერ სხვა ქალაქების დაპყრობა დაიწყო. დაპყრობა კი არა, თავი მის მხარეზე არქეს წევრები არიან, ათენის არქეს წევრები არიან, მაგრამ აღარ უნდათ ეს ათენი იმათ რა, იმათ თავის პრობლემები აქვთ რა და ფოროსი ხდიან და გადასახადი და სამხედრო ბეგარა და ყველაფერი და ჯო მასობრივად დაიწყეს ამ ბრასიდეს მხარეზე გადასვლა იმ ქალაქებმა და როგორც ამბობენ ძალიან დამაჯერებელი ტიპი იყო, გარეგნულად იყო ძალიან ძველი სპარტელი წვერი ქონდა გაში, ძველ სპარტელს ეძახონდა, აი არქაულ ლიკურგეს სპარტელს ეძახონდა რა. შეუვალი, სიტყვის კაცი, პატიოსანი, მართალი, შეუპოვარი, დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ და ძალიან ერთგული მოკავშირე. ანუ ყოველივე ღირსებებით ახსავსი არის ბრასიდე და ამიტომ ძალიან მოქნილი გონების იმ და წინვალე სარდალი და უმამაცესი კაცია ბრასიდე. და არის ომის პარტიის ლიდერი სპარტაში, ვთქვათ ასე. ათენში კლეონია ომის პარტიის ლიდერი. ხო? ბოლოს მიადგა ამფიპოლის. ახლა ამფიპოლისი არის მთავარი ბაზა ათენის ჩრდილოეთ ეგეიდაში რა. არავის ეჭვი არ ეპარება ამფიპოლის წევრი. თან ათენელებითაა თავის დროს დასახლებული, კლერუხებით არის დასახლებული, ხო. ხო და იქვე არის კუნძული თასოსი, სადაც დგას ათენური ფლოტი, რომელსაც ევალება აკონტროლოს ეგეიდა, და დაიცვას რამე რო იყოს. ამ ფლოტის სარდალი არის თუკიდიდე, აი ეს ისტორიკოსი, რომელმაც მე ეს დაწერა. თუკიდიდეს ევალება რომ დაიცვას ამფიპოლის ზღვიდან. მაგისტრია ამ დროს? ისა სტრატეგოსია თუკიდიდე. იმ კოლეგიაში შედის ათეულში. საინტერესო ამბებია რა. ამიტომ სანდო, იმიტომ რომ მას მონაწილეობდა ბრასიდესაც იცნობდა სხვათა. ეს ბრასიდე მიადგა ამფიპოლის რა. და ამფიპოლისიდან ახლა თუკიდიდან თასოსზე წამოვიდა გემი ინფორმაციით, რომ აი ბრასიდე მოგვადგა. და მოგვეშველა. ნახევარი დღე უნდა და თასოსამდე და მერე ნახევარი დღე უნდა და ამფიპოლი. ანუ ერთი დღე არის, რომ ეს უნდა მიეხმაროს. ამფიპოლის. გემებით უნდა წავიდეს. გემებით, ხო, ჯარი, იმ გემებზე ჯარიც არის რა. გარნიზონს უნდა მიეხმაროს ახლა. და როგორ არის ის ხმელეთთან დაარტყა იმან ალყა თორე ახლა ზღვიდან ამფიპოლისის მიხმარება პრობლემა არ არის. ჯო ჩავიდა ეს მეორე დღეს ფლოტი ჩავიდა ამფიპოლის გადასულა იმის მხარეს. ბრასიდეს მხარეზე ქალაქ გადავიდა მის ანუ როგორ ტიპი ათენელები დასახლებული ეს ქალაქ და როგორ გადაიყვანა მარტო მივიდა კედლებთან და დაუწყო ლაპარაკი და დაარწმუნა. ანუ თავისუფლება არ გინდა თუგაც დაანებეთ ამ ათენსო თავი უმდიდრეს ქალაქი იქნებით აგერ ვერცხლის საბადოები გაქვთო აგერ ხეთყე გაქვთო გაუღვივა სეპარატისტები და ჩვენ და არადა ეს სპარტელებისგან და იყო დასაფასებელი თუ სპარტა ვინმეს რო ეხმარებოდა კი არ იპყრობდა ემას ხო გითხარით არა აგრეს არ იერთებდა არავის მიდი რა შენთვის იცხოვე რაც გინდა ისკერნე რა მე გაგანთავისუფლე მოეწონათ იმგე და ეს თუკიდიდე ჩავიდა ქემით მია და ჩაკეტილი დახვდა ქალაქი და ბრასიდეა შიგნით რა
ანუ უღალატ ამფიპოლისმა ათენს. ნუ გამობრუნდა ეს ახლა მე ეს გადააყენე სტრატეგოსები და ათენში დახსიმდელით არ დასაჯეს, მაგრამ გააგდეს ქალაქიდან. მე ცხოვრობდა თრაკიაში, მამულები ქონდა იქა და იქ დაწერა ესენი. თუ კიდიდებ, ხო. ბრასიდე გამაგდა, ათენში ინგრევა ყველაფერი, ამფიპოლის წაგვართვეს, ჩრდილოეთ ეგეიდა წაგვართვეს, ქალკიდიკის ქალაქები გადავიდა მტრისხალე და დავიღუპეთ, ხორბალი შეიძლება ვერ შემოვიტანოთ, შავ ზღვასთან შეიძლება, მერე შეიძლება ბიზანტიონიც აიღონ, მერე შეიძლება პროპონდიდაც დაიკავონ და ყველაფერი უბედურება გვემართება. და ჯარი გამზადდა და ეს კლეონი, რომელმაც ეს ფაქტორის ბრძოლა მოიგო, ხო? კლეონი დანიშნეს სარდლად. დემაგოგების ლიდერი ეს უკვე მაგრათარი რა და ჩაუდგა სათა წავიდა ჯარით. იქ ამფიპოლისთან და 422 წელს მოხდა ბრძოლა ამფიპოლისთან. სპარტელებმა გაიმარჯვეს რა თქმა უნდა, მოხდა ერთ საინტერესო ორივე ბელადი დაიღუპა. ბრასიდეც და კლეონიც დაიღუპა ბრძოლაში. ამას თრაკიელი პელტასტები გამოეკიდნენ ეს ნიკეა რომ უკაცრავად კლეონი რო გაიქცა იმათმა მოკლეს და ის პირდაპირ შეტაკებაში დაიღუპა გმირულად ეს ბრასიდე. გაიმარჯვეს, მაგრამ მივიღეთ ასეთ სიტუაცია ომის პარტიების ლიდერები ორივე ქალაქში დაიღუპა. კლეონი და ბრასიდე. 10 წელია ომემიდეს ეს ეგრეთ წოდებული არქიდამეს ომია. მეფის სახელი, თუმცა არქიდამე უკვე გვდარია, მის შვილი არის აგის მეფე, მაგრამ არქიდამეს ომი ქვია ასე. ათენში არის მშვიდობის პარტიის ლიდერი, არის ახლა ვიცით, ნიკიას. პლისტუანაქტე არის სპარტის მეორე მეფე. პლისტუანაქტესაც უნდა მშვიდობა. არც აგისი არ იკლავს თავს ომის გაგრძელებას. შევთანხმდეთ მაშინ. კლეონი მკვდარია, ბრასიდე მკვდარია, სხვათაშორის ეს უნდა ვთქვა. ბრასიდეს დაღუპვის ამბავი რომ ჩამოიტანეს, ამფიპოლისელებმა ჩამოიტანეს სპარტაში. არგელეონიდა ერქვა დედამის, არგელეონიდა, ბრასიდეს დედას. ამფიპოლისელებმა რომ ჩამოიტანეს ამბავი და მის დაღუპვის ამბავი ჩამოიტანეს, დედამის უთხრეს. არგელეონიდამ მკითხა ამ ამფიპოლისელებს, ჩემი შვილი როგორ იბრძოდაო. ცნობილი ფაქტია, ძვირფაშიც რომ მეგობრებო, აი სპარტული მირაჟი, აი ყველას მოგწონს, მაგრამ არავის არ შეგვიძლია ეს, შეუძლებელია მართლა ეს. არგელეონიდამ მკითხა, როგორ იბრძოდა ჩემი შვილი. იმ ამფიპოლისელებმა უთხრეს, ის იყო საუკეთესო სპარტელთა შორის. არგელეონიდამ უთხრა, რომ არა. სპარტაში ჩემს შვილზე უკეთესებიც არიან, ბევრი. ამერები იყვნენ რა, მერე ეფორებმა პატივისცეს ტაძრებში, ბრასიდეს. ანუ არგელეონიდა არის სიმბოლო სპარტაში პირად საქმეზე სახელმწიფო საქმის მაღლა დაყენებას. მაგარი ბიჭი იყო ჩემი შვილი, მაგრამ სპარტაში მაგარი ბიჭები არიან ახლაც. სასაული არგელეონიდა ჯერ ანაირი სახელი ქვია, რანაირი ქალი იქნებოდა. ბრასიდეს გამზდელი აბა როგორ იქნებოდა რა. 421 წელს დაიდო ზავი, ამას ეძახიან ნიკიასის ზავს. ასე შევიდა ისტორიაში. პირობები როგორია? პირობები არის პირველი პუნქტი. თავისუფალი მიმოსვლა აღდგება ზღვებზე და ხმელეთზე, ორივე ბანაკისთვის. არ შეიძლება ხელისხლება რა. ათენელები და მისი მოკავშირეები სპარტის და პელოპონესელების ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ჩვეულებრივად და პირიქით. მეორე, ხელისხლება არ შეიძლება არც ერთმანეთსა და არც ერთმანეთის მოკავშირეებს, გაბრაზება არ შეიძლება მათი. დაიდო 50 წლით ეს ზავი.
ხო, ორმხრივი უსაფრთხოება, ანუ ხელისხლება არ შეიძლება, ტყვეები გაცვალეს ყველაზე და ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ქალაქები და კუნძულები, რაც წაართვეს ერთმანეთს ომის დროს რაც წაართვეს, ანუ სტატუს კვო. გარდა ამისა, საინტერესო რა სპარტამ და ათენმა დადეს ცალკე, ანუ მოკავშირეების გარეშე. დადეს ხელშეკრულება, რომ თუ ერთმანეთის მოკავშირეები ხდებიან, მოკავშირეები არ ერთვებიან ამ იმაში ხელმოწერილ მე-6 პუნქტში, თუ მე-5 პუნქტში. სპარტა და ათენი ხდებიან ერთმანეთის სამხედრო მოკავშირეები და თუ ვინმე მესამე დაესხმება, ერთი მეორეს უნდა მიეხმაროს. უცნაური ამბავია რა. ორივე მხრიდან 17 კაცმა მოაწერა ხელი. ხო, კუნძულები და ქალაქებს დაბრუნება ვთქვი. ეს თქვი. ხო. ამან ფაქტობრივად თავდაცვით ხელშეკრულებას, საერთო სამხედრო თავდაცვის ხელშეკრულებას. ხო, საერთოდ ასეთ რაღაცებს დებდნენ, ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხა არავის არ გავკვირვებია ეს არც მოკავშირეებმა. პრობლემა რა არის? პელოპონესის კავშირში მოკავშირეები არიან ძალიან უკმაყოფილოები, სპარტელებით. კერძოდ მეგარამ და კორინთომ უარი თქვეს, არ მოაწერეს ხელი. მე ხო გითხარი იქ არჩევანის უფლება პელოპონესის კავშირში, რასაც გინდოდა, შეგეძლო გასულიყო. კორინთო და მეგარა არის ძალიან უკმაყოფილო ამ ხელშეკრულებით და არ შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას. მე საინტერესო რა კი დადეს ეს ხელშეკრულება, მაგრამ ბოლომდე არ შეასრულეს. სპარტელებმა ამფიპოლისიდან გამოიყვანეს თავისი ჯარი. ამფიპოლისი ათენს უნდა გადაეცეს, ხო? ამფიპოლისი არ დაბრუნდა ცოცხალთავით ათენის არქეში. უარი თქვა. ამის სანაცვლოდ ათენელებმა პილოსი არ დაცალეს. აი ეს ციხესიმაგრე რო ქონდათ. კონცხი არ დაცალეს. და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. თებემ არ დატოვა პლატია. ყველა ხვდება, რომ ეს არის გადადებული თემა. ომი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ არ შეუსრულებელია, არ შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა ეს, ანუ ყველა ხვდება, რომ ამოსასუნთქი დრო იყო და ეს ამოსუნთქვა გაგრძელდა 6 წელი და მერე გაგრძელდება უკვე დეკელეის ომის სახელით უკვე და ფინიშამდე გავა. მე ვფიქრობ, რომ ახლა შევჩერდეთ, ეს პირველი ეტაპი გავიარეთ არქიდამეს ომის სახით და ეს არის პელოპონესის პირველი ეტაპი არის. დროებითი ზავით დამთავრდა, რომელიც 6 წელი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ შეპირდნენ, რომ 50 წელი უნდა გაგრძელებულიყო. მადლობა გუბას, აქ შევჩერდეთ მართლაც ამ 6 წლიანი ზავის პერიოდში საბერძნეთში. მან საინტერესო ამბები მოხდება მაგ 6 წელიწადში კიდე, მაგას შემდეგ და ჩვენს დავისვენოთ ერთი კვირით და მომავალ კვირას უკვე დაუბრუნდებით კვლავ პელოპონესის ომების ამ პერიპეტიებს. დროების YouTube არხის მაყურებელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა. იმის გამო რომ გვიყურებენ, დაგვიჭირონ მხარი, გამოიწერონ ჩვენი არხი, მოიწონონ, გააზიარონ, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. მადლობა დროებით. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.